წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის არქივებში ინახება დოკუმენტი, რომელსაც ეწერა კოდის საქმე ნომერი 478, განსაკუთრებით საშიში. ეს დოკუმენტი შეიცავდა სამ სიტყვას, რომელიც იმპერიის უშიშროების სამსახურის თვალში უფრო საშიში იყო, ვიდრე ნებისმიერი იარაღი თუ ამბოხება. ენა, მამული, სარწმუნოება ამ სიტყვებმა შეძრა მთლიერი და შეაჩერა რუსიფიკაციის პროცესი, რომელიც უკვე 10 წლეულებია გრძელდებოდა. მაგრამ ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები პირველად? რატომ იყო ისინი იმდენად საშიში იმპერიისთვის? და რატომ 150 წლის შემდეგ ეს ფრაზა კვლავ რჩება ქართული იდენტობის სიმბოლოდ? დღეს პირველად გავხსნით არქივებს, რომლებიც 10 წლეულებია დალუქული იყო და გაგიამბლით ამბავს იმ სამი სიტყვის შესახებ, რომელმაც გადაარჩინა ერი განადგურებას. 1865 წლის თებერვალში თბილისის საგუბერნატორო კანცელარიაში მიიღეს ანონიმური წერილი. წერილი იყო ქართულ ენაზე, რაც თავისთავად ეჭვს იწვევდა, რადგან ოფიციალური კორესპონდენცია მხოლოდ რუსულად უნდა წარმართულიყო. მაგრამ წერილის შინაარსმა უფრო დიდი შფოთვა გამოიწვია. ანონიმური ავტორი აფრთხილებდა, რომ თბილისში იმართება საიდუმლო შეხვედრები, სადაც ქართველი ინტელიგენცია განიხილავს საშიში იდეებს ეროვნული იდენტობის შესახებ. გუბერნატორმა, პრინცი მიხეილ რომანოვმა, დაუყოვნებლივ გამოგზავნა თავისი საიდუმლო აგენტები ამ შეხვედრების მოსაძიებლად. მაგრამ ის, რასაც მათ აღმოაჩინეს, ბევრად უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ამბოხების გეგმა. საიდუმლო შეხვედრები მართლაც ტარდებოდა. არა კონსპირატიულ სარდაფებში თუ ტყის სიღრმეში, არამედ თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ უბრალო სახლში, სადაც იკრიბებოდა ქართველი მწერლები, პოეტები და აზროვნებიონები. ამ შეხვედრებს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ 28 წელი არ შესრულებია. მაგრამ უკვე ცნობილი იყო თავისი მწვავე აზროვნებით და ტკივილიანი სიტყვებით. მისი სახელი იყო ილია ჭავჭავაძე და ის მხოლოდ 2 წლის წინ დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტიდან, სადაც შეისწავლა იურისპრუდენცია და აღმოჩენილმა რასაბედისწერო წინააღმდეგობა რუსეთის იმპერიის კანონების სასწავლებელი სწავლობდა, მაგრამ თავის გულში ზრდიდა იდეას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონებს. 1873 წელს, როცა ილია ჯერ კიდევ სტუდენტი იყო პეტერბურგში, მან ერთხელ სანახავად წავიდა თავად პეტრე პირველის აგებულ ციხესთან, სადაც ინახებოდა რუსეთის იმპერიის ექსპანსიის საიდუმლო გეგმები. გიდმა ამაყად უყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა პეტრემ იმპერია, რომელიც გადალახავდა ყველა საზღვარს და აერთიანებდა მრავალ ხალხს. ილიას კითხვამ გააოცა ყველა, მაგრამ რა ხდება იმ ხალხებთან, რომლებსაც აქვთ საკუთარი ენა, საკუთარი კულტურა და საკუთარი სარწმუნოება? გიდი დააყოვნა და პასუხი გაუცა, ისინი უნდა გახდნენ რუსები. ეს პასუხი იყო გარდამტეხი წერტილი ილიას ცხოვრებაში. იმ მომენტში მან გააცნობიერა, რომ მისი ერი იყო რეალური საფრთხის წინაშე, საფრთხე, რომელიც არ იყო დაკავშირებული იარაღთან თუ ოკუპაციასთან, არამედ უფრო ღრმა და საშიშ რამესთან, იდენტობის განადგურებასთან. მაგრამ რამ აიძულა ახალგაზრდა სტუდენტი, ბრწყინვალე სამომავლოს მქონე იურისტი, დაებრუნებინა ზურგი კარიერას იმპერიაში და დაბრუნებულიყო საქართველოში, სადაც მას ელოდა გაურკვეველი ბედი. პასუხი ამ კითხვაზე მოდის მისი ერთი უცნობი წერილიდან, რომელიც მან გაუგზავნა თავის მეგობარს, გრიგოლ ორბელიანს. წერილში ილია წერდა: მე ვნახე, როგორ შლიან ჩვენს ხალხს, როგორ კრეფენ ჩვენს ბავშვებს, რომ ისწავლონ უცხო ენა და დაივიწყონ თავიანთი. მე ვნახე, როგორ ხურავენ ჩვენს ეკლესიებს და აშენებენ ახლებს, სადაც ქადაგება წარმოებს ენაზე, რომელსაც ჩვენი მოხუცები არ ესმით. მე ვნახე, როგორ აცხადებენ, რომ ჩვენი ისტორია არის მხოლოდ რუსეთის იმპერიის ისტორიის პატარა ფურცელი. ეს წერილი აღმოაჩინეს რუსეთის სახელმწიფო არქივში მხოლოდ 1911 წელს და ის ცხადყოფს, რომ ილიას გადაწყვეტილება არ იყო იმპულსური, ის იყო შეგნებული არჩევანი, რომელიც დაფუძნებული იყო მწვავე ანალიზზე იმპერიის ნამდვილი მიზნების შესახებ. დაბრუნებულმა თბილისში ილიამ დაიწყო შეხვედრების ორგანიზება მცირე ჯგუფთან, რომელსაც შემდეგ თერგდალეულები ეწოდა, მოძრაობა, რომელიც დაარსდა იმ ახალგაზრდების მიერ, ვინც სწავლობდა რუსეთის უნივერსიტეტებში და დაბრუნდა საქართველოში ახალი იდეებით. მაგრამ ამ შეხვედრებზე არ განიხილებოდა ოცნებები თავისუფლებაზე თუ დამოუკიდებლობაზე, ისინი იყვნენ რეალისტები და გააცნობიერეს, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იმპერიასთან იქნებოდა თვითმკვლელობა. ამის ნაცვლად ისინი ეძებდნენ სხვა გზას, უფრო ფსიქოლოგიურ გზას, რომელიც დაეხმარებოდა ქართველებს შეენარჩუნებინათ თავიანთი იდენტობა იმპერიის ზეწოლის პირობებში. და სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, 1865 წლის მარტში, ილიამ პირველად წარმოთქვა ის სიტყვები, რომლებიც შეცვლიდა ყველაფერს. არქივებში დაცულია ერთი მონაწილის, ალექსანდრე კაზბეგის ჩანაწერები ამ შეხვედრიდან. კაზბეგი წერს: ილია ადგა და თქვა: მეგობრებო, ჩვენ ვეძებთ გზას, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ერი.
მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ის, რასაც ვარჩენთ. რა არის ქართველობა? რა არის ის, რაც განსხვავებულს ხდის ჩვენ რუსებისგან, სომხებისგან, სპარსელებისგან? ოთახი დადუმდა. ილიამ გააგრძელა, ჩვენი სიძლიერე არის სამსვეტზე დაფუძნებული, ენა, მამული, სარწმუნოება. ეს არის ჩვენი იარაღი, რომელიც არავის შეუძლია წაგვართვას, თუ ჩვენ თავად არ მივცემთ მას. კაზბეგი წერს, რომ ამ სიტყვების შემდეგ ოთახში დამყარდა სიჩუმე, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე წუთს, რადგან ყველა აცნობიერებდა იმ უზარმაზარ ძალას, რომელიც იყო ამ მარტივ, მაგრამ ღრმა ფრაზაში. მაგრამ რატომ სწორედ ეს სამი სიტყვა? რატომ არა თავისუფლება და მოუკიდებლობა, ან რაიმე სხვა, უფრო პოლიტიკური ტერმინი? პასუხი მოდის ილიას უფრო ადრინდელი ნაშრომიდან, რომელიც მან დაწერა ჯერ კიდევ პეტერბურგში ყოფნისას. ამ ნაშრომში, რომელსაც ეწოდა ქართული ენის მნიშვნელობა ეროვნული იდენტობისთვის, ილია წერდა, ენა არის არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ ერის სული, მისი ფსიქოლოგია, მისი წარსული და მისი მომავალი. როცა ერს ართმევენ ენას, მას ართმევენ არა მხოლოდ საუბრის უნარს, არამედ აზროვნების უნარს, რადგან ყოველი ენა ატარებს თავის თავში განსაკუთრებულ მსოფლმხედველობას. ეს იდეა იყო რევოლუციური თავის დროში, რადგან უმეტესი ხალხი თვლიდა, რომ ენა არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს სხვა ინსტრუმენტით ყოველგვარი შედეგის გარეშე. რაც შეეხება მამულს, ილია არ გულისხმობდა მხოლოდ გეოგრაფიულ ტერიტორიას. მისთვის მამული იყო სივრცე, სადაც ქართველებს შეეძლოთ ცხოვრება საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით და საკუთარი ისტორიული მეხსიერებით. მან წერდა, მამული არის ადგილი, სადაც ჩვენი წინაპრები დაკრძალულები არიან, სადაც ჩვენი ბავშვები იზრდებიან და სადაც ჩვენი სიტყვები ექოს აქვს მთებში და ველებში. ეს არის ადგილი, რომელიც არის ჩვენი, არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ სულიერად და ემოციურად. ეს განსაზღვრება იყო მნიშვნელოვანი, რადგან იმპერია თვლიდა, რომ ტერიტორია მხოლოდ ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც შეიძლება გადანაწილდეს და რეორგანიზდეს ნებისმიერ დროს. და ბოლოს სარწმუნოება. ილია, თუმცა თავად იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, გულისხმობდა უფრო ფართო კონცეფციას, არა მხოლოდ რელიგიას, არამედ სისტემას ღირებულებებისა და მორალური პრინციპებისა, რომელიც ქმნიდა ქართველების საფუძველს. მან წერდა, სარწმუნოება არის ის, რაც აკავშირებს ჩვენს წარსულთან და ჩვენს მომავალთან. ეს არის სისტემა ღირებულებებისა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არის სწორი და რა არის არასწორი, რა არის საღი და რა არის დამამცირებელი. ეს განმარტება იყო განსაკუთრებით საშიში იმპერიისთვის, რადგან რუსეთი ცდილობდა შეექმნა ერთიანი რუსული იდენტობა, რომელშიც ყველა ხალხი უნდა ეღიარებინა რუსული ღირებულებები როგორც ერთადერთი სწორი. მაგრამ დაბრუნდეთ იმ შეხვედრაზე, სადაც ილიამ პირველად წარმოთქვა ეს ფრაზა. რა მოხდა შემდეგ? კაზბეგი წერს, შეხვედრის შემდეგ ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ რაღაც საკვირველი მოხდა. ეს სიტყვები არ იყო მხოლოდ ლოზუნგი, ისინი იყო პროგრამა, გზის რუკა, რომელსაც ჩვენ უნდა მივყვებოდით. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ ეს სიტყვები იყო საშიში, რადგან ისინი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ იმპერიის პოლიტიკას რუსიფიკაციის შესახებ. და მართლაც სწორედ ამ შეხვედრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გუბერნატორ რომანოვმა მიიღო პირველი ანგარიში თავისი საიდუმლო აგენტებისგან, რომელშიც ეწერა, რომ ახალგაზრდა ინტელიგენცია იყენებს საშიშ და სედიციურ რიტორიკას, რომელიც მიზნად ისახავს ქართველების გამიჯვნას იმპერიისგან. გუბერნატორის ანგარიშში, რომელიც დაცულია რუსეთის სახელმწიფო ისტორიულ არქივში, გვხვდება საინტერესო დეტალი. ამ ახალგაზრდების ლიდერი ილია ჭავჭავაძე არის განსაკუთრებით საშიში, რადგან მას აქვს განათლება და ენის ცოდნა, რომელიც საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინოს როგორც გლეხობაზე, ასევე არისტოკრატიაზე. მისი იდეები შეიძლება გავრცელდეს სწრაფად და გამოიწვიოს არეულობა რეგიონში. რომანოვმა რეკომენდაცია გააკეთა, რომ ილია და მისი თანამოაზრეები დააკვირდებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში დაპატიმრებოდნენ. მაგრამ იმპერია ჯერ კიდევ არ ყოფილა მზად პირდაპირ რეპრესიებისთვის, რადგან ეშინოდა, რომ ეს შეიძლება გამოეწვია უფრო დიდი პრობლემა. ამის ნაცვლად იმპერიამ არჩია უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლა, სახელმწიფოებრივი სამსახურის უარი, გამოცემების ცენზურა და სოციალური იზოლაცია. ილია ამას მოელოდა. მან იცოდა, რომ მისი სიტყვები იმპერიის ყურამდე მივიდოდა და რეაქცია მოჰყვებოდა. მაგრამ მას ასევე ჰქონდა გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანმიმდევრულად. ამ გეგმის პირველი ნაბიჯი იყო ფრაზის გავრცელება ქართულ ხალხში, მაგრამ არა პირდაპირი პოლიტიკური აგიტაციის საშუალებით, არამედ ლიტერატურის, პოეზიისა და კულტურული საქმიანობის მეშვეობით. ილიამ დაიწყო წერა, არა პოლიტიკური ტრაქტატები, არამედ მოთხრობები და პოემები, რომლებშიც ამ სამი იდეის, ენის, მამულისა და სარწმუნოების თემა ჩნდებოდა ბუნებრივად, როგორც ნარატივის ნაწილი.
მაგრამ აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ნაწილი ამ ისტორიისა. ილიას ფრაზა არ იყო ორიგინალური მისი თვითგამოგონილი კონცეფცია. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ეს სამი იდეა, ენა, მამული, სარწმუნოება იყო ნაწილი უფრო ძველი ქართული ტრადიციისა, რომელიც წარმოდგა შუა საუკუნეებში. ქართველი მეფეები და კათოლიკოსები მუდამ ხაზს უსვამდნენ ამ სამსვეტს როგორც ქართველობის საფუძველს. მაგრამ ილიას გენიალობა იყო იმაში, რომ მან ეს ძველი იდეა ჩამოაყალიბა თანამედროვე, მარტივ და დამახსოვრებად ფრაზაში, რომელიც შეეძლო ყველა ქართველისთვის გაგება და მიღება. მან აქცია ძველი ქართული ფილოსოფია სლოგანად, რომელიც შეეძლო გახდომოდა ეროვნული მოძრაობის დროშად. როცა ახალგაზრდა ილია დაიწყო ამ იდეების გავრცელება, მან პირველად მიმართა ერთ განსაკუთრებულ ჯგუფს, ქართველ ქალებს. რატომ? რადგან ილია გააცნობიერა, რომ რუსიფიკაცია იწყებოდა სახლიდან, ოჯახიდან. იმპერიის პოლიტიკა ითვალისწინებდა, რომ ბავშვები უნდა ესაუბრათ რუსულად სახლშიც, რათა უკეთ ინტეგრირებულიყვნენ იმპერიაში. მაგრამ ილია იცოდა, რომ დედები იყვნენ პირველი მასწავლებლები და თუ დედები შეინარჩუნებდნენ ქართულ ენას, კულტურას და ტრადიციებს, მაშინ ბავშვები ასევე შეინარჩუნებდნენ მათ. ამიტომ მან დაწერა რამდენიმე ესე, რომლებიც მიმართული იყო სპეციალურად ქართველი დედების მიმართ და რომლებშიც მან შეეხო ენის, მამულისა და სარწმუნოების მნიშვნელობას ოჯახში. ერთი ასეთი ესე, რომელიც დაიბეჭდა 1866 წლის ივლისში ჟურნალ ცისკარში, იწყებოდა სიტყვებით: ქართველო დედავ, შენ ხარ ჩვენი ერის მომავლის შემქმნელი. შენი სიტყვები არის პირველი სიტყვები, რომელსაც შენი შვილი ისმენს, და შენი მშვიდობის სიმღერები არის პირველი მელოდიები, რომელსაც ის იმახსოვრებს. თუ შენ ესაუბრები შენ შვილს ქართულად, ასწავლი მას ქართულ ლოცვებს და უყვები ქართულ ზღაპრებს, მაშინ შენი შვილი იქნება ქართველი, მიუხედავად იმისა, თუ რა ენაზე ისწავლის სკოლაში ან რა ენაზე იმუშავებს სახელმწიფო სამსახურში. ეს ესე გამოიწვია უზარმაზარი რეზონანსი და გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექსტი ქართულ ოჯახებში. ქალები იწყებდნენ ამ ესის კითხვას ერთმანეთისთვის და განიხილავდნენ მის იდეებს. მაგრამ ილიას აქტივობამ საბოლოოდ მიიპყრო იმპერიის სრული ყურადღება. 1866 წლის აგვისტოში გუბერნატორ რომანოვმა პირადად გამოიძახა ილია თავის კანცელარიაში. ეს შეხვედრის დეტალები დაცულია ორივე მხარის არქივებში და ისინი ცხადყოფენ, რამდენად მწვავე იყო კონფრონტაცია ამ ორ პიროვნებას შორის. რომანოვმა, მეფური ოჯახის წევრმა და გამოცდილმა ადმინისტრატორმა, ცდილობდა დაერწმუნებინა ილია, რომ მისი აქტივობა იყო საშიში როგორც მისთვის პირადად, ასევე მთელი ქართველი ხალხისთვის. რომანოვი ამბობდა: ილია ნიკოლოზის ძე, თქვენ ჭკვიანი და განათლებული კაცი ხართ. თქვენ იცით, რომ იმპერია ხელს უწყობს პროგრესს და ცივილიზაციას ყველა მისი ხალხებისთვის. რატომ უნდა ეწინააღმდეგოთ ამ პროცესს თქვენი უკუღმა აზრებით ეროვნულ იზოლაციონიზმზე? ილიას პასუხი იყო გულწრფელი და პრინციპული. მის დანიშნულ არქიულ ჩანაწერში გვხვდება ამ დიალოგის რეკონსტრუქცია: თქვენო უმაღლესობავ, მე არ ვეწინააღმდეგები პროგრესს ან ცივილიზაციას. მე ვეწინააღმდეგები იმას, რომ პროგრესი გაგვითიოს იმით, რომ დავკარგოთ ჩვენი იდენტობა. ერთი ერის კულტურა არ არის დაბალი ან მაღალი, ის უბრალოდ განსხვავებულია. და თუ ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ენას, ჩვენს მამულის გრძნობას და ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენ აღარ ვიქნებით ქართველები, ჩვენ გავხდებით რუსები, რომლებიც დაიბადნენ ყოფილ ქართულ ტერიტორიაზე. რომანოვი განრისხდა ამ პასუხზე და დაემუქრა ილიას დაპატიმრებას, თუ ის გააგრძელებდა თავის სედიციურ აქტივობას. მაგრამ ილია არ შეშინებულა, მან იცოდა, რომ იმპერია ჯერ კიდევ ვერ გაბედავდა პირდაპირ რეპრესიებს, რადგან ეშინოდა საერთაშორისო რეაქციისა. შეხვედრის შემდეგ რომანოვთან ილიამ გააცნობიერა, რომ მას სჭირდებოდა უფრო ორგანიზებული მიდგომა. მან დაიწყო ერთი საიდუმლო ქსელის შექმნა, რომელიც მოიცავდა მასწავლებლებს, მღვდლებს, მწერლებს და სხვა ინტელიგენტ ადამიანებს, რომლებიც იზიარებდნენ მის ხედვას. ეს ქსელი, რომელსაც უფორმალოდ ეწოდებოდა ენის, მამულისა და სარწმუნოების მოძრაობა, იყო ორგანიზებული ისე, რომ არც ერთი წევრი არ იცოდა ყველა სხვა წევრის შესახებ. ეს იყო უსაფრთხოების ღონისძიება იმპერიის საიდუმლო პოლიციის წინააღმდეგ. თითოეული წევრი ორგანიზებდა პატარა ჯგუფებს თავის რეგიონში და ავრცელებდა იდეებს ენის, მამულისა და სარწმუნოების შენარჩუნების შესახებ. მოძრაობის სტრატეგია იყო მრავალმხრივი. პირველი ისინი აწყობდნენ ქართული ენის ლიტერატურულ საღამოებს, სადაც კითხულობდნენ ქართველ პოეტებს და მწერლებს. მეორე ისინი ამკვიდრებდნენ ქართული ენის გამოყენებას ეკლესიებში, სადაც რუსიფიკაცია იყო განსაკუთრებით ძლიერი. მესამე ისინი აწყობდნენ ქართული ტრადიციული დღესასწაულების აღნიშვნას, რომლებიც თანდათან ივიწყებოდა იმპერიული წნეხის ქვეშ.
და მეოთხე ისინი იწყებდნენ საიდუმლო სკოლებს, სადაც ბავშვები სწავლობდნენ ქართულ ენას, ისტორიას და კულტურას, სკოლებში, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული ოფიციალურად და რომლებიც მუშაობდნენ ოჯახურ გარემოში. მაგრამ რამ ჩართო იმპერია საბოლოოდ რეპრესიებში? რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ პირდაპირი აქციების გადადგმა ილიასა და მის მიმდევრების წინააღმდეგ? პასუხი მოდის ერთი ინციდენტიდან, რომელიც მოხდა 1867 წლის თებერვალში. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც სწავლება უნდა წარმართულიყო მხოლოდ რუსულად, ქართველმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად უარი თქვეს რუსულ ენაზე საუბარზე მთელი ერთი დღის განმავლობაში, როგორც პროტესტი იმპერიის ენობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ. ისინი სოლიდარობით ლაპარაკობდნენ მხოლოდ ქართულად. თუნდაც როცა დირექტორი ემუქრებოდა გარიცხვით. როცა დირექტორმა კითხა, ვინ იყო ამ აქციის ორგანიზატორი, ერთ-ერთმა მოსწავლემ პასუხად თქვა: ენა, მამული, სარწმუნოება, ეს არის ჩვენი მასწავლებელი. ეს ინციდენტი გახდა გადამტეხი წერტილი. გუბერნატორ რომანოვმა გააცნობიერა, რომ ილიას იდეები უკვე გავრცელდა ახალგაზრდა თაობაში და ქმნიდა რეალურ საფრთხეს იმპერიული ხელისუფლებისთვის. მან გამოაგზავნა წერილი პეტერბურგში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელშიც ითხოვდა ენების გამოყენების უფრო მკაცრ პოლიტიკას კავკასიაში. მან წერდა, ქართველი ინტელიგენციის მიერ გავრცელებული იდეები ენის, მამულისა და სარწმუნოების შესახებ არის პირდაპირი გამოწვევა იმპერიული ერთიანობისთვის. თუ ჩვენ არ მოვახდენთ მყისიერ ზომებს, ეს იდეები გავრცელდება მთელ კავკასიაში და შექმნის სეპარატისტულ სენტიმენტებს. პეტერბურგიდან მიიღეს ბრძანება, გააძლიერეთ კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დაპატიმრეთ ლიდერები. მაგრამ რამ შეაშფოთა ყველაზე მეტად იმპერიული ხელისუფლება? არა თავად ფრაზა, ენა, მამული, სარწმუნოება, არამედ ის ფაქტი, რომ ეს იდეა იწყებდა გავრცელებას არა მხოლოდ ქართველებს შორის, არამედ სხვა კავკასიელ ხალხებში, სომხებში, აზერბაიჯანელებში და მთიელებში. იმპერიის საიდუმლო პოლიციის ანგარიშებში გვხვდება ინფორმაცია, რომ სომხურმა ჟურნალებმა დაიწყეს მსგავსი იდეების პროპაგანდა სომხური იდენტობის შესახებ, ხოლო აზერბაიჯანელმა ინტელიგენციამ დაიწყო თავიანთი დიალექტის სტანდარტიზაცია, როგორც ცალკე ენისა. ეს იყო ეფექტი, რომელიც იმპერია ვერ წარმოიდგენდა. ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერლის იდეები იწყებდა პანკავკასიური ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ფონზე 1867 წლის მაისში იმპერიამ მიიღო გადაწყვეტილება პირდაპირი მოქმედებისთვის. სამი უმაღლესი ჩინოვნიკი ჩამოვიდა პეტერბურგიდან თბილისში სპეციალური მისიით, გამოეძიებინათ ქვერსიული მოძრაობა ქართულ ინტელიგენციაში და მიეღოთ რეკომენდაციები რეპრესიული ზომების შესახებ. ამ კომისიის ხელმძღვანელი იყო გენერალ-მაიორი ივან ძერჟინსკი, ცნობილი თავისი სიმკაცრით ეროვნული მოძრაობების ჩახშობაში პოლონეთში და ბალტიისპირეთში. ძერჟინსკის დანიშვნა კავკასიაში იყო მკაფიო სიგნალი, იმპერია იყო მზად ყველა ზომისთვის ქართული ეროვნული მოძრაობის შესაჩერებლად. ძერჟინსკის მისიის პირველი ნაბიჯი იყო ყველა საიდუმლო აგენტის კოორდინირება და მათი ანგარიშების კონსოლიდაცია. მან ხელთ მიიღო დეტალური სია ილიასა და მისი თანამოაზრეების შესახებ, მათი აქტივობების, კავშირების და გავლენის არეალების შესახებ. მაგრამ როცა ძერჟინსკიმ შეისწავლა ეს მასალები, მან აღმოაჩინა რაღაც. რამაც გააკვირვა, ილიასა და მისი ჯგუფის აქტივობა არ იყო პირდაპირ სედიციური ან ანტიმთავრობითი. ისინი არ ითხოვდნენ დამოუკიდებლობას, არ აწყობდნენ შეიარაღებულ შეკრებებს და არც აქეზებდნენ ძალადობას. მათი დანაშაული მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ ისინი ამკვიდრებდნენ ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას. ეს ქმნიდა იურიდიულ პრობლემას, როგორ დაპატიმრონ ადამიანები, რომლებიც არ არღვევდნენ არც ერთ კონკრეტულ კანონს. ძერჟინსკის გადაწყვეტილება იყო ჭკვიანი და მკაცრი. მან არ დაპატიმრა ილია ან სხვა ლიდერები, რადგან ეს შეიძლება გამხდარიყო მათი მარტვილობა და გაეზარდა მათი პოპულარობა. ამის ნაცვლად, მან შემოიღო ახალი რეგულაციები, რომლებიც ზღუდავდა ქართული ენის გამოყენებას საჯარო სფეროში, აკრძალდა ქართული ლიტერატურის გარკვეული ტიპები და ზრდიდა ცენზურას ქართულ გამომცემლობაზე. თან ამისა, მან ორგანიზება გაუკეთა ერთ საიდუმლო კამპანიას, ქართული ინტელიგენციის დისკრედიტაციას იმპერიის ლოიალური ქართველების მეშვეობით. მან იპოვა რამდენიმე ქართველი არისტოკრატი და ჩინოვნიკი, რომლებიც თანახმა იყვნენ საჯაროდ გამოსულიყვნენ ილიას იდეების წინააღმდეგ და აეხსნათ ხალხს, რომ ენა, მამული, სარწმუნოება იყო ანაქრონიზმი, რომელიც აფერხებდა პროგრესს. მაგრამ ძერჟინსკის გეგმა მოხდა პირიქით, დისკრედიტაციის კამპანიამ კიდევ უფრო გაზარდა ილიას პოპულარობა. ქართველი ხალხი დაინახა, რომ იმპერია აგზავნიდა თავის მარიონეტებს, რომლებიც ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ისინი, რომ მათი საკუთარი ენა და კულტურა არ იყო მნიშვნელოვანი.
ეს გამოიწვია პირიქით ეფექტი, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა ილიას იდეებით და ენა, მამული სარწმუნოება გახდა კიდევ უფრო პოპულარული ლოზუნგი. 1867 წლის ბოლოსთვის ძერჟინსკიმ დაწერა პეტერბურგს დამარცხების აღიარების წერილი. ქართული ეროვნული მოძრაობა არ შეიძლება ჩაითრგუნოს ტრადიციული რეპრესიული ზომებით. იდეები, რომლებიც გავრცელდა ილია ჭავჭავაძის მიერ, უკვე ღრმად ფესვგადგმულია ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას უფრო ფრთხილი, გრძელვადიანი სტრატეგიისთვის. აქ იწყება ახალი ფაზა ბრძოლაში ილიას იდეებსა და იმპერიას შორის. იმპერიამ არჩია არა პირდაპირი რეპრესია, არამედ ეცა რბილი კოლონიზაცია პოლიტიკა, რომელიც ცდილობდა თანდათანობით შეეცვალა ქართული საზოგადოება თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სტრუქტურებით, რათა ქართველები თავად მოენატრათ რუსიფიკაცია როგორც პროგრესის გზა. ეს პოლიტიკა მოიცავდა რუსული უნივერსიტეტების სტიპენდიების გაზრდას ქართველი სტუდენტებისთვის, რუსულენოვანი სკოლების მშენებლობას უფრო კარგი ინფრასტრუქტურით, ვიდრე ქართული სკოლები და რუსული კულტურის ღონისძიებების ორგანიზებას უფასო ბილეთებით. იდეა იყო მარტივი, გახადოთ რუსიფიკაცია მიმზიდველი, არა იძულებითი. ილია სწრაფად გაიაზრა ამ ახალ სტრატეგიას და მოამზადა თავისი საპასუხო ქმედება. მან დაიწყო სოციალური ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც შესთავაზებდა ალტერნატივას იმპერიულ ინსტიტუტებს. პირველი ნაბიჯი იყო ქართული ენის შემსწავლელი საზოგადოების დაარსება, ორგანიზაცია, რომელიც აწყობდა ქართული ენის კურსებს ყველა ასაკის ადამიანებისთვის. მეორე ნაბიჯი იყო ქართული ბიბლიოთეკების ქსელის შექმნა, სადაც შეიძლებოდა ქართული წიგნების და ჟურნალების კითხვა უფასოდ. მესამე ნაბიჯი იყო ქართული თეატრის დაარსება, რომელიც წარმოადგენდა პიესებს ქართულ ენაზე და ქართული ისტორიული თემებით. ყოველი ეს ინსტიტუტი არა მხოლოდ ამკვიდრებდა ქართულ კულტურას, არამედ ქმნიდა სივრცეებს, სადაც ქართველები შეიძლებოდა შეხვედროდნენ, ესაუბრათ და განეცხადებინათ თავიანთი იდენტობა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ილიამ გადადგა, იყო ჟურნალ ივერიას დაარსება 1868 წელს. ეს ჟურნალი გახდა ქართული ეროვნული მოძრაობის ოფიციალური ხმა და პლატფორმა, სადაც ილია და მისი თანამოაზრეები აქვეყნებდნენ თავიანთ იდეებს ენის, მამულისა და სარწმუნოების შესახებ. ივერიის პირველ ნომერში ილიამ დაწერა სარედაქციო წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: ამ ჟურნალის მიზანი არის არა პოლიტიკური ბრძოლა, არამედ კულტურული წინააღმდეგობა. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ერი არ შეიძლება გაქრეს, თუ ის შეინარჩუნებს თავის ენას, იხსენებს თავის მამულს და დარჩება ერთგული თავის სარწმუნოებას. ეს წერილი გახდა მანიფესტი, რომელიც განსაზღვრავდა მთელი მოძრაობის ფილოსოფიას და მიზნებს. როგორ რეაგირებდა ხალხი ამ ყველაფერზე? არქივებში დაცულია მრავალი წერილი, რომლებიც ხალხი აგზავნიდა ივერიაში და ილიას პირადად. ერთი ასეთი წერილი, რომელიც მოვიდა გურიიდან, მარტივი გლეხისგან, ამბობს: ბატონო ილია, თქვენმა სიტყვებმა გახსნა ჩემი თვალები. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ უნდა გვესაუბრა რუსულად, რომ ჩვენი ბავშვები წარმატებულები იყვნენ. მაგრამ ახლა მე გავიგე, რომ თუ ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ენას, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სულს. მე ახლა ვასწავლი ჩემს შვილებს ქართულ ენას და ვუყვები მათ ჩვენი წინაპრების ისტორიებს. ასეთი წერილები ჩამოდიოდა ყოველდღიურად და ისინი აჩვენებდნენ, რომ ილიას მესიჯი აღწევდა არა მხოლოდ ინტელიგენციამდე, არამედ მთელ საზოგადოებამდე, ყველა სოციალურ ფენამდე. დღეს, როცა ჩვენ უკან ვიხედებით ამ მოვლენებზე 1865-67 წლებში, ჩვენ ვხედავთ, რომ ილია ჭავჭავაძემ შექმნა არა მხოლოდ ლოზუნგი, არამედ მთელი მოძრაობა, რომელიც დაფუძნებული იყო სამ მარტივ, მაგრამ ძლიერ იდეაზე. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ამ სამი სიტყვის ნამდვილი ძალა და მნიშვნელობა გამოვლინდება შემდგომი ათწლეულების განმავლობაში. როცა ქართველი ერი გადაიტანს უფრო მძიმე გამოცდებს. რამდენად შორს მიდიოდა იმპერია ქართული იდენტობის ჩახშობისთვის. რა ახალი გამოწვევები ელოდა ილიასა და მის მიმდევრებს. და რატომ საბოლოო ჯამში სწორედ ეს სამი სიტყვა, ენა, მამული, სარწმუნოება, გადაარჩინა ქართველი ერი გაქრობას. 1868 წელს, როცა ივერია უკვე 2 წელია გამოდიოდა და ხდებოდა ქართული ეროვნული მოძრაობის ცენტრალური ორგანო, იმპერიის საიდუმლო პოლიციამ მიიღო ერთი საშიში ანგარიში. ანგარიში მოდიოდა არა თბილისიდან, არამედ ერევნიდან, სადაც სომხურმა ინტელიგენციამ დაიწყო მსგავსი მოძრაობის ორგანიზება. სომხურ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სათაურით ენა, ერი, ეკლესია, პირდაპირი ანალოგია ილიას ფრაზისა. სტატიის ავტორი, ახალგაზრდა სომეხი პოეტი ჰოვანეს თუმანიანი აღიარებდა, რომ მისი შთაგონება მოვიდა ქართული მოძრაობიდან და ილია ჭავჭავაძის იდეებიდან. ეს იყო მომენტი, როცა იმპერიამ გააცნობიერა,
რომ ქართული ეროვნული მოძრაობა იწყებდა პანკავკასიური ფენომენის გახდომას. რა უნდა გაეკეთებინა იმპერიისთვის, როცა ერთი ადამიანის იდეები იწყებდა მთელი რეგიონის ტრანსფორმაციას? როგორ შეეძლო შეჩერებულიყო პროცესი, რომელიც უკვე გასცდა ერთი ერის საზღვრებს? პეტერბურგში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საიდუმლო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ უმაღლესი ჩინოვნიკები და კავკასიის რეგიონის გუბერნატორები. შეხვედრის ოქმი, რომელიც აღმოჩენილი იქნა რუსეთის სახელმწიფო არქივში 1990-იან წლებში, ცხადყოფს, რამდენად სერიოზულად აღიქვამდა იმპერია ამ საკითხს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გრაფ პიოტრ ვალუევმა განაცხადა, ჩვენ ვაწყდებით არა მხოლოდ ქართულ პრობლემას, არამედ ზოგად კავკასიურ პრობლემას. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ ამ ეროვნულ მოძრაობებს ახლა, 10 წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ კავკასიას, რომელიც სავსეა სეპარატისტული სენტიმენტებით. მაგრამ როგორ შეჩერება? ერთ-ერთმა გუბერნატორმა შესთავაზა რადიკალური გადაწყვეტა, ყველა ეროვნული ჟურნალის დახურვა და ეროვნული ლიდერების დაპატიმრება. მაგრამ ვალუევი უარყო ამ იდეას, რადგან ეშინოდა, რომ ეს გამოიწვევდა საერთაშორისო სკანდალს და შესაძლოა ამბოხებებსაც კი. ამის ნაცვლად იმპერიამ არჩია უფრო რთული სტრატეგია, ეწ კულტურული ასიმილაციის პროგრამა. ეს პროგრამა მოიცავდა რამდენიმე ელემენტს. პირველი, რუსული ენის სწავლების გაძლიერება ყველა სკოლაში, სადაც ქართული ენა შეიძლებოდა ისწავლებოდა მხოლოდ როგორც ადგილობრივი დიალექტი, არა როგორც სრულფასოვანი ენა. მეორე, ქართული ისტორიის გადაწერა სახელმძღვანელოებში, სადაც ქართველი ერის ისტორია წარმოდგენილი იქნებოდა როგორც რუსეთის იმპერიის ისტორიის ნაწილი, არა როგორც დამოუკიდებელი ნარატივი. მესამე, ქართული ეკლესიის თანდათანობითი ინტეგრაცია რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც ქართული ლიტურგია შეიცვლებოდა რუსულით. და მეოთხე, ეკონომიკური სტიმულები იმ ქართველებისთვის, რომლებიც მიიღებდნენ რუსულ განათლებას და იმუშავებდნენ იმპერიულ სტრუქტურებში. ილია ჭავჭავაძემ სწრაფად გაიგო ამ ახალი სტრატეგიის არსი და მოამზადა თავისი საპასუხო გეგმა. მან გააცნობიერა, რომ ბრძოლა უნდა წარმართულიყო არა მხოლოდ კულტურულ ფრონტზე, არამედ განათლების, ეკონომიკისა და სოციალური ინსტიტუტების ფრონტზეც. 1869 წელს ილიამ დაიწყო ერთი ამბიციური პროექტის განხორციელება, ქართული ეროვნული ბანკის შექმნა. რატომ ბანკი? რადგან ილია გააცნობიერა, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა იყო აუცილებელი პირობა კულტურული დამოუკიდებლობისთვის. თუ ქართველები იქნებოდნენ ეკონომიკურად დამოკიდებულები რუსულ კაპიტალზე და რუსულ ბანკებზე, მათ არასოდეს შეიძლებოდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი კულტურული ავტონომია. ქართული ეროვნული ბანკის დაარსება იყო რთული და საშიში საქმე. იმპერიული კანონები მკაცრად არეგულირებდა ფინანსურ ინსტიტუტებს და მოითხოვდა სპეციალურ ლიცენზიას პეტერბურგიდან. ილიამ იცოდა, რომ თუ ის პირდაპირ მიმართავდა ხელისუფლებას ქართული ბანკის შექმნის თხოვნით, ის უარყოფილი იქნებოდა. ამიტომ მან გამოიყენა ერთი ჭკვიანი სტრატეგია. მან შექმნა საკრედიტო საზოგადოება, რომელიც ფორმალურად არ იყო ბანკი, მაგრამ ასრულებდა ბანკის ფუნქციებს. ეს საზოგადოება აძლევდა სესხებს ქართულ მეწარმეებს, აფინანსებდა ქართულ კულტურულ პროექტებს და ეხმარებოდა ქართულ ოჯახებს ეკონომიკურ კრიზისებში. პირველი წლის განმავლობაში საზოგადოებამ გასცა 230-ზე მეტი სესხი, რომელთა საერთო თანხა აღემატებოდა 50,000 მონეტს, უზარმაზარი თანხა იმ დროისთვის. მაგრამ ეკონომიკური ინიციატივები იყო მხოლოდ ერთი ნაწილი ილიას სტრატეგიისა. მან ასევე გააცნობიერა, რომ განათლება იყო გასაღები ქართული იდენტობის გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის. 1870 წელს ილიამ დაიწყო საიდუმლო ქართული სკოლების ქსელის ორგანიზება, სკოლები, რომლებიც არ იყვნენ ოფიციალურად რეგისტრირებული და რომლებიც მუშაობდნენ კერძო სახლებში, ეკლესიებში და თუნდაც ტყეებში. ამ სკოლებში ბავშვები სწავლობდნენ ქართულ ენას, ქართულ ისტორიას, ქართულ ლიტერატურას და ქართულ ტრადიციებს, ყველაფერს იმას, რასაც ოფიციალური იმპერიული სკოლები არ ასწავლიდნენ ან ასწავლიდნენ დამახინჯებული ფორმით. ამ საიდუმლო სკოლების მასწავლებლები იყვნენ ხშირად ახალგაზრდა ინტელიგენტები, რომლებიც მზად იყვნენ რისკისთვის, რათა გადაეცათ ცოდნა შემდეგი თაობისთვის. ერთი ასეთი საიდუმლო სკოლის შესახებ გვაქვს დეტალური ჩანაწერები ერთი ყოფილი მოსწავლის, ვაჟა ფშაველას მემუარებში. ვაჟა წერს, ჩვენი სკოლა იყო პატარა ოთახში, ერთი მღვდლის სახლში მთაში. ჩვენ იყავით 12 ბავშვი და ჩვენი მასწავლებელი იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩამოსულიყო თბილისიდან. ის გვასწავლიდა ქართულ ანბანს, გვიკითხავდა ილიას ლექსებს და გვიყვებოდა ჩვენი წინაპრების ისტორიებს. ყოველ გაკვეთილს ის იწყებდა სამი სიტყვით: ენა, მამული, სარწმუნოება. და ის გვეუბნებოდა: ბავშვებო, ეს სამი სიტყვა არის თქვენი ფარი, თქვენი იარაღი და თქვენი მომავალი.
ასეთი სკოლები იყო გავრცელებული მთელს საქართველოში და თუმცა ისინი იყვნენ საიდუმლო და არალეგალური, ისინი ასრულებდნენ უმნიშვნელოვანეს როლს ქართული იდენტობის შენარჩუნებაში. იმპერიის საიდუმლო პოლიცია, რა თქმა უნდა, იცოდა ამ საიდუმლო სკოლების შესახებ. მაგრამ მათი აღმოჩენა და დახურვა იყო რთული, რადგან ისინი მუდმივად იცვლიდნენ ადგილმდებარეობას და მუშაობდნენ მაქსიმალური კონსპირაციით. როცა პოლიცია აღმოაჩენდა ერთ სკოლას და დახურავდა მას, მეორე დღესვე იხსნებოდა ორი ახალი სკოლა სხვა ადგილებში. ეს იყო ერთგვარი პარტიზანული განათლება, რომელიც იყო ძალიან ეფექტური იმპერიული კონტროლის წინააღმდეგ. 1870-იანი წლების ბოლოსთვის შეფასებით საქართველოში მუშაობდა 230-ზე მეტი ასეთი საიდუმლო სკოლა, სადაც სწავლობდა დაახლოებით 2000 ბავშვი. ეს იყო მცირე რიცხვი მთელი ქართველი მოსახლეობის მასშტაბით, მაგრამ ეს ბავშვები იყვნენ მომავალი ლიდერები, რომლებიც გაზრდილიყვნენ ღრმა ქართული იდენტობით. მაგრამ ილიას აქტივობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ განათლებითა და ეკონომიკით. მან ასევე გააცნობიერა, რომ რელიგია იყო მესამე სვეტი, რომელიც საჭიროებდა დაცვას. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იყო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია მსოფლიოში, დაარსებული მე-4 საუკუნეში წმინდა ნინოს მიერ. მაგრამ 1830 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ჩართო იგი რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში როგორც ეგზარქატი. ეს იყო დამამცირებელი და ტკივილიანი დარტყმა ქართველი ხალხისთვის. რადგან ეკლესია იყო არა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, არამედ ეროვნული იდენტობის სიმბოლო. ილია იცოდა, რომ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მაგრამ ეს იყო ძალიან საშიში და რთული საქმე. 1872 წელს ილიამ დაიწყო საიდუმლო კამპანია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მან დაწერა რამდენიმე წერილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქებს, რომლებშიც მან ახსნიდა, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება იყო არა მხოლოდ უსამართლობა, არამედ ასევე საფრთხე თავად მართლმადიდებლობისთვის, რადგან ის ქმნიდა უკმაყოფილებას და შეიძლება გამოეწვია ქართველების გადასვლა სხვა რელიგიებზე. მაგრამ ეს წერილები არ მიიღო პოზიტიური პასუხი. რუსული ეკლესია თვლიდა, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იქნებოდა პრეცედენტი, რომელიც შეიძლება გამოეწვია მსგავსი მოთხოვნები სხვა რეგიონებიდან. ილია გააცნობიერა, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა გრძელი და რთული. და რომ ის მოითხოვდა არა მხოლოდ დიპლომატიურ ძალისხმევას, არამედ ასევე ხალხის მობილიზაციას. ამ მიზნით ილიამ დაიწყო ერთი ახალი ინიციატივა, ქართული ეკლესიის ისტორიის პოპულარიზაცია. მან დაწერა რამდენიმე სტატია ივერიაში, სადაც დეტალურად აღწერდა ქართული ეკლესიის დიდებულ წარსულს, მის როლს ქართველი ერის ფორმირებაში და მის წვლილს მსოფლიო ქრისტიანობაში. ამ სტატიებმა გამოიწვია უზარმაზარი ინტერესი და ხალხი დაიწყო საკითხის დასმა, რატომ უნდა იყოს ქართული ეკლესია დაქვემდებარებული რუსულ ეკლესიას, თუ ის არის უფრო ძველი და აქვს თავისი დიდებული ტრადიცია. ეს კითხვა იწყებდა ვრცელდებოდეს ქართულ საზოგადოებაში და ქმნიდა ზეწოლას როგორც რუსულ ეკლესიაზე, ასევე იმპერიულ ხელისუფლებაზე. მაგრამ ილიას აქტივობამ საბოლოოდ გამოიწვია იმპერიის მკაცრი რეაქცია. 1874 წელს ახალმა კავკასიის მმართველმა, გრანდ დიუკ მიხეილ ნიკოლოზის ძემ, გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავდა ქართული ენის გამოყენებას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში, მათ შორის სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში და თუნდაც საჯარო შეხვედრებზე. ეს ბრძანება იყო პირდაპირი შეტევა ილიას პირველ სვეტზე ენაზე. მიხეილ ნიკოლოზის ძე ამბობდა, რომ ეს ზომა იყო აუცილებელი ადმინისტრაციული ეფექტურობისთვის და იმპერიული ერთიანობისთვის. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს იყო პირდაპირი შეტევა ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ. ილიას რეაქცია იყო სწრაფი და გამბედავი. მან დაწერა ღია წერილი გრანდ დიუკს, რომელიც გამოქვეყნდა ივერიაში და რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექსტი ქართულ ლიტერატურაში. წერილი იწყებოდა სიტყვებით: თქვენო უმაღლესობავ, თქვენ გამოსცით ბრძანება, რომელიც კრძალავს ჩვენს ენას ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის ინსტრუმენტი, ის არის ჩვენი სული, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ისტორია. როცა თქვენ გუკრძალავთ ჩვენს ენას, თქვენ გუკრძალავთ ჩვენს არსებობას როგორც ერს. წერილი გრძელდებოდა რამდენიმე გვერდის განმავლობაში და იყო ემოციური, მაგრამ ამავე დროს ლოგიკური და დამაჯერებელი არგუმენტაცია იმის შესახებ, რატომ იყო ენის აკრძალვა არა მხოლოდ უსამართლო, არამედ ასევე კონტრპროდუქტიული თავად იმპერიისთვის. ეს წერილი გამოიწვია სენსაცია. ის გადაიბეჭდა ათობით ქართულ და რუსულ გაზეთში, მისი ასლები ვრცელდებოდა ხელიდან ხელში და ის გახდა მანიფესტი ქართული წინააღმდეგობისა. გრანდ დიუკ მიხეილ ნიკოლოზის ძე განრისხდა და მოითხოვა ილიას დაპატიმრებას სედიციისა და ხელისუფლების შეურაცხყოფისთვის.
მაგრამ ამჯერად რაღაც მოულოდნელი მოხდა. რუსული ლიბერალური ინტელიგენცია, მათ შორის ცნობილი მწერლები და ჟურნალისტები, გამოვიდნენ ილიას დასაცავად. ისინი წერდნენ, რომ ილია იყო არა სედიციონერი, არამედ კულტურული ლიდერი, რომელიც იცავდა თავისი ხალხის უფლებებს. ეს საერთაშორისო მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი, იმპერიამ ვერ გაბედა ილიას დაპატიმრება, რადგან ეშინოდა, რომ ეს გამოიწვევდა უფრო დიდ სკანდალს. მაგრამ თუმცა ილია არ დაპატიმრებულა, იმპერიამ გამოიყენა სხვა მეთოდები მისი ზეწოლისთვის. ივერია დაექვემდებარა მკაცრ ცენზურას, ილიას მრავალი სტატია აიკრძალა გამოსაქვეყნებლად და მისი თანამოაზრეები დაიწყეს დაპატიმრებას ერთი-ერთის მიყოლებით. 1875 წელს ილიამ დაკარგა თავისი უახლოესი მეგობრები და თანამშრომლები, ზოგი დაპატიმრდა, ზოგი იძულებული გახდა გაქცეულიყო საზღვარგარეთ, ზოგი კი უბრალოდ დაშინდა და შეწყვიტა აქტივობა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ილიას ცხოვრებაში. მან გრძნობდა, რომ მოძრაობა, რომელიც მან შექმნა, იყო საფრთხის ქვეშ და შესაძლოა ჩაქრობოდა. მაგრამ სწორედ ამ ყველაზე მუქ მომენტში მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. 1875 წლის ნოემბერში ერთ პატარა სოფელში კახეთში ადგილობრივმა გლეხებმა ორგანიზება გაუკეთეს საჯარო შეხვედრას, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ უარს ამბობდნენ თავიანთი ბავშვების გაგზავნაზე რუსულ სკოლებში და მოითხოვდნენ ქართული სკოლის გახსნას. როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა, გლეხებმა თავად გახსნეს საიდუმლო სკოლა და დაიწყეს თავიანთი ბავშვების სწავლება ქართულ ენაზე. როცა პოლიციამ მოვიდა სკოლის დასახურად, მთელმა სოფელმა გამოვიდა სკოლის დასაცავად და უთხრა პოლიციას: ენა, მამული, სარწმუნოება, ეს არის ჩვენი უფლება და ჩვენ არ მივცემთ მას. პოლიცია, შეშინებული ხალხის რაოდენობით და მათი გადაწყვეტილებით, უკან დაიხია და სკოლა დარჩა ღია. ეს ინციდენტი გახდა სიმბოლური. ის აჩვენა, რომ ილიას იდეები უკვე არ იყო მხოლოდ ინტელიგენციის საქმე, ისინი გახდა ხალხის საქმე, გლეხების, მუშების, ყველა ქართველის საქმე. ამბავი ამ ინციდენტის შესახებ გავრცელდა სწრაფად მთელს საქართველოში და შთააგონა სხვა სოფლებს მსგავსი ქმედებებისთვის. 1875 წლის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა უკვე 430-ზე მეტი საიდუმლო ქართული სკოლა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე წლის დასაწყისში. იმპერია ვერ ახერხებდა მათ ყველას დახურვას, რადგან ისინი იყვნენ ძალიან მრავალრიცხოვანი და ძალიან კარგად ორგანიზებული. ილია, რომელიც იყო დეპრესიაში რეპრესიების გამო, მიიღო ამბავი ამ ინციდენტის შესახებ და გრძნობდა ახალ ენერგიას. მან გააცნობიერა, რომ მისი იდეები უკვე ცხოვრობდნენ საკუთარი ცხოვრებით, რომ ისინი აღარ იყო დამოკიდებული მხოლოდ მასზე ან მის თანამოაზრეებზე. ენა, მამული, სარწმუნოება გახდა არა მხოლოდ ლოზუნგი, არამედ მოძრაობა, რომელიც ჰქონდა ათასობით მიმდევარი მთელს საქართველოში. ილიამ დაწერა ერთი ემოციური სტატია ივერიაში, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: მე ვიფიქრე, რომ ჩვენი მოძრაობა იყო დასუსტებული რეპრესიებით. მაგრამ მე ვცდებოდი. ჩვენი მოძრაობა არ არის ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის საქმე, ის არის მთელი ერის საქმე. და როცა ერი იბრძვის თავისი იდენტობისთვის, არავინ და არაფერი შეუძლია მისი შეჩერება. მაგრამ იმპერია არ აპირებდა დანებებას. 1876 წელს პეტერბურგიდან ჩამოვიდა ახალი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალ-ადიუტანტი ალექსანდრე ბარიატინსკი, ცნობილი თავისი სიმკაცრით კავკასიის მთიელების დამორჩილებაში. ბარიატინსკის მისია იყო მკაფიო, ნებისმიერი ფასად შეჩერებულიყო ქართული ეროვნული მოძრაობა. მან ჩამოიტანა თანდამატებითი ჯარები, გააძლიერა პოლიციის კონტროლი და შემოიღო ახალი, კიდევ უფრო მკაცრი კანონები ქართული ენისა და კულტურის შეზღუდვის შესახებ. ბარიატინსკი ამბობდა, ქართველები უნდა გაიგონ, რომ მათი მომავალი არის რუსეთის იმპერიაში, არა გარეთ მისა. და თუ ისინი არ გაიგებენ ამას ნებაყოფლობით, ჩვენ მათ ვასწავლით ძალით. ბარიატინსკის პირველი ქმედება იყო მასობრივი დაპატიმრებები. ერთი კვირის განმავლობაში დაპატიმრდა 230-ზე მეტი ადამიანი, მასწავლებლები, მღვდლები, მწერლები, ჟურნალისტები და თუნდაც უბრალო გლეხები, რომლებიც მონაწილეობდნენ საიდუმლო სკოლების ორგანიზებაში. ეს იყო ყველაზე მასშტაბური რეპრესია, რომელიც ოდესმე განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ იმპერიის მიერ. ბარიატინსკი ამბობდა, რომ ეს იყო აუცილებელი ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გადაარჩენს კავკასიას სეპარატიზმის ავადმყოფობას. მაგრამ ეს რეპრესიები გამოიწვია პირიქით ეფექტი, ისინი გააძლიერეს ქართველების გადაწყვეტილებას იბრძოლონ თავიანთი იდენტობისთვის. როცა ილიამ გაიგო მასობრივი დაპატიმრებების შესახებ, მან მიიღო ერთი გამბედავი გადაწყვეტილება. მან დაწერა პირდაპირი წერილი თავად იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, რომელშიც მან აღწერდა სიტუაციას კავკასიაში და ითხოვდა იმპერატორის ჩარევას.
წერილი იყო გულწრფელი და ემოციური, მაგრამ ამავე დროს პატივისცემით და ლოიალურად ჩამოყალიბებული. ილია წერდა: თქვენო იმპერატორო უდიდებულესობავ, ჩვენ, ქართველები ვართ ერთგული თქვენი ქვეშევრდომები და ვაფასებთ იმ დაცვას, რომელსაც იმპერია გვაძლევს. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს უფლება შევინარჩუნოთ ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა და ჩვენი სარწმუნოება. ეს უფლებები არ ეწინააღმდეგება ჩვენს ლოიალობას იმპერიისადმი, პირიქით, ისინი აძლიერებენ მას, რადგან ერთგული ქვეშევრდომი არის ის, ვინც გრძნობს პატივისცემას და არაჩაგვრას. წერილი გაიგზავნა პეტერბურგში, მაგრამ ილია არ იყო დარწმუნებული, მიაღწევდა თუ არა ის იმპერატორამდე. იმპერიული ბიუროკრატია იყო ცნობილი თავისი ფილტრებით, რომლებიც აკავებდნენ არასასურველ წერილებს. მაგრამ ილიას გაუმართლა, წერილი მართლაც მიაღწია იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, რომელიც იყო ცნობილი თავისი რეფორმისტული მიდგომებით და ინტერესით ეროვნულ საკითხებში. იმპერატორმა წაიკითხა წერილი და გამოაგზავნა სპეციალური ინსტრუქცია ბარიატინსკის, შეამსუბუქეთ რეპრესიები და მოძებნეთ კომპრომისი ქართველ ინტელიგენციასთან. ჩვენ გვჭირდება მათი ლოიალობა, არა მათი მტრობა. ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება ილიასთვის, იმპერატორი თავად ცნობდა, რომ ქართველებს ჰქონდათ ლეგიტიმური საჩივრები. ბარიატინსკი, თუმცა უკმაყოფილო იმპერატორის ინსტრუქციით, იძულებული გახდა შეეცვალა თავისი ტაქტიკა. მან გაათავისუფლა ზოგიერთი დაპატიმრებული და შემოიღო ეწ შერიგების პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეულ კონცესიებს ქართველებისთვის. მაგალითად, ქართული ენა კვლავ დაიშვებოდა ეკლესიებში, ქართული ლიტერატურის გარკვეული ტიპები აღარ იკრძალებოდა და ქართული კულტურული ღონისძიებები შეიძლებოდა ტარდებოდა სპეციალური ნებართვით. ეს იყო მცირე კონცესიები, მაგრამ ისინი იყო მნიშვნელოვანი სიმბოლურად, ისინი აჩვენებდნენ, რომ იმპერია იყო მზად გარკვეული დათმობებისთვის. მაგრამ ილია იცოდა, რომ ეს კონცესიები იყო არასაკმარისი. მთავარი მიზანი, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ქართული ენის სრული უფლებების აღიარება კვლავ იყო მიუღწეველი. ილიამ გააგრძელა თავისი ბრძოლა, მაგრამ ახლა უფრო ფრთხილად და სტრატეგიულად. მან გააცნობიერა, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იმპერიასთან არ იყო ეფექტური, ის საჭიროებდა უფრო დიპლომატიურ მიდგომას, რომელიც მოიცავდა საერთაშორისო მხარდაჭერის მოძიებას, რუსული ლიბერალური ინტელიგენციის ჩართვას და თანდათანობით ზეწოლას იმპერიულ ხელისუფლებაზე. 1878 წელს ილიამ დაიწყო ახალი ფაზა თავისი აქტივობისა. მან დაიწყო კონტაქტები რუსულ ლიბერალურ ჟურნალებთან და გაზეთებთან, სადაც აქვეყნებდა სტატიებს ქართული კულტურის, ისტორიისა და ენის შესახებ. ამ სტატიებში ილია არ იყენებდა რადიკალურ რიტორიკას, ის უბრალოდ აღწერდა ქართველი ერის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და ახსნიდა, რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება. ეს სტატიები იწვევდა სიმპათიას რუსულ ინტელიგენციაში და ქმნიდა მხარდაჭერას ქართული საკითხისთვის. თანდათან ილია ხდებოდა ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რუსეთის იმპერიაში როგორც კულტურული ლიდერი და ეროვნული მოძრაობის სიმბოლო. მაგრამ რა იყო ილიას საიდუმლო წარმატების? როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა, რომელსაც არ ჰქონდა პოლიტიკური ძალა, სამხედრო ძალა ან ეკონომიკური რესურსები, შეექმნა მოძრაობა, რომელიც შეაშფოთებდა მთელ იმპერიას? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ილია გააცნობიერა ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება: იდენტობა არის ყველაზე ძლიერი ძალა, რომელიც აქვს ერს. როცა ერს აქვს ძლიერი იდენტობა, მას შეუძლია გადარჩეს ნებისმიერ გამოცდას. და ილიამ მისცა ქართველ ერს ეს იდენტობა სამი მარტივი, მაგრამ ძლიერი სიტყვის სახით: ენა, მამული, სარწმუნოება. ეს სიტყვები გახდა მანტრა, რომელიც ყოველი ქართველი იმეორებდა, რომელიც ასწავლიდა თავის შვილებს და რომელიც იცავდა ყველა გამოწვევის წინააშე. დღეს, როცა ჩვენ უკან ვიხედებით 1870-იან წლებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იყო გადამწყვეტი პერიოდი ქართველი ერის ისტორიაში. ეს იყო პერიოდი, როცა ერმა უნდა აერჩია, დაეთმო თავისი იდენტობა და ინტეგრირებულიყო იმპერიაში, ან იბრძოლოს თავისი იდენტობის შენარჩუნებისთვის და რისკავდეს რეპრესიებს. ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა აირჩიეს მეორე გზა და ამ არჩევანმა განსაზღვრა ქართველი ერის მომავალი. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა, ის მხოლოდ იწყებოდა. რა ახალი გამოწვევები ელოდა ქართველ ერს? როგორ განვითარდებოდა ენა, მამული, სარწმუნოება, მოძრაობა შემდგომ ათწლეულებში? და რატომ, საბოლოო ჯამში, ეს სამი სიტყვა კვლავ რჩება აქტუალური დღესაც? 1869 წელს, როცა ილია ჭავჭავაძე უკვე 34 წლის იყო და გახდა ქართული ეროვნული მოძრაობის უდავო ლიდერი, მოხდა ერთი მოვლენა, რომელმაც შეცვალა მთელი სიტუაციის დინამიკა. პარიზში საერთაშორისო ლიტერატურულ კონგრესზე ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა რუსულ დელეგაციას, რატომ რუსეთის იმპერია ახშობს ქართულ კულტურას.
რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კულტურა მსოფლიოში. ეს კითხვა იყო შედეგი ილიას წლების განმავლობაში გაწეული მუშაობისა საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაში ქართული საკითხის შესახებ. რუსულმა დელეგაციამ ვერ მოამზადა დამაკმაყოფილებელი პასუხი და ეს ინციდენტი გახდა საერთაშორისო სკანდალი, რომელმაც აიძულა რუსეთის იმპერია გადახედოს თავის პოლიტიკას კავკასიაში. როგორ მოახერხა ილიამ, რომ ქართული საკითხი გახდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში? რა სტრატეგია გამოიყენა მან, რომ დაეხმარა თავის ერს ისე, რომ არ გამოეწვია პირდაპირი კონფრონტაცია იმპერიასთან? პასუხი ამ კითხვებზე მოდის ილიას საიდუმლო კორესპონდენციის შესწავლიდან, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1990-იან წლებში საქართველოს ეროვნულ არქივში. ამ წერილებიდან ირკვევა, რომ ილია აწარმოებდა ფართო კორესპონდენციას ევროპელ ინტელექტუალებთან, ჟურნალისტებთან და კულტურულ მოღვაწეებთან. მან აგზავნიდა მათ ინფორმაციას ქართული კულტურის, ისტორიისა და ენის შესახებ, ასევე დეტალურ აღწერებს იმპერიის რეპრესიული პოლიტიკის შესახებ. ეს წერილები იყო ფრთხილად ჩამოყალიბებული, ისინი არ იყო პოლიტიკური მანიფესტები, არამედ კულტურული ინფორმაცია, რომელიც აჩვენებდა ქართველი ერის მდიდარ მემკვიდრეობას და იმ საფრთხეებს, რომლებიც ემუქრებოდა ამ მემკვიდრეობას. ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც ილიამ გაუგზავნა ცნობილ ფრანგ ისტორიკოს ერნესტ რენანს, იწყებოდა სიტყვებით: პატივცემულო პროფესორო, თქვენ დაწერეთ თქვენს ნაშრომში, რომ ერის იდენტობა არის დაფუძნებული ორ ელემენტზე: საერთო წარსულზე და საერთო მომავლის ხედვაზე. ქართველი ერს აქვს ორივე ეს ელემენტი. ჩვენი წარსული არის 1500 წლის ქრისტიანული ცივილიზაცია, უნიკალური ენა და ალფაბეტი და მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია. ჩვენი მომავლის ხედვა არის შენარჩუნება ამ მემკვიდრეობისა და მისი გადაცემა შემდეგი თაობებისთვის. მაგრამ ეს ხედვა არის საფრთხის ქვეშ იმპერიული პოლიტიკის გამო, რომელიც ცდილობს ასიმილაციას ჩვენი ერისა. რენანმა პასუხი გასცა ამ წერილს და გამოხატა თავისი მხარდაჭერა ქართული კულტურის შენარჩუნებისთვის. მან თუნდაც დაწერა სტატია ფრანგულ ჟურნალში, სადაც აღწერდა ქართული კულტურის მნიშვნელობას და აკრიტიკებდა რუსეთის იმპერიის პოლიტიკას. ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა იყო უმნიშვნელოვანესი ილიას სტრატეგიისთვის. მან გააცნობიერა, რომ თუ ქართული საკითხი გახდებოდა საერთაშორისო ყურადღების ობიექტი, იმპერია იქნებოდა იძულებული უფრო ფრთხილად მოექცა ქართველებთან. და მართლაც, პარიზის ინციდენტის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაგზავნა ინსტრუქცია კავკასიის მმართველობას, თავიდან აიცილეთ ქმედებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო კრიტიკა. ქართული კულტურული საკითხები უნდა მოგვარდეს დიპლომატიურად და ფრთხილად. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, იმპერია აღიარებდა, რომ მისი რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოექცეოდა ის ქართველებს. მაგრამ ილია არ შეჩერებულა მხოლოდ საერთაშორისო დიპლომატიაზე. მან ასევე გააგრძელა თავისი მუშაობა ქართული საზოგადოების შიგნით, რათა გაეძლიერებინა ის სამისვეტი, რომელზეც დაფუძნებული იყო მისი ფილოსოფია, ენა, მამული სარწმუნოება. 1870 წელს ილიამ დააარსა ქართული ენის გამავრცელებელი საზოგადოება, ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სტანდარტიზაცია, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ქართული განათლების ხელშეწყობა. ეს საზოგადოება გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია ქართულ საზოგადოებაში და მოიცავდა ასობით წევრს მთელი საქართველოდან. საზოგადოება აწყობდა ლექციებს, სემინარებს, ლიტერატურულ საღამოებს და აქვეყნებდა წიგნებს და ჟურნალებს ქართულ ენაზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განახორციელა ამ საზოგადოებამ, იყო ქართული ენის ლექსიკონის შედგენა. ეს იყო ამბიციური პროექტი, რომელიც მოითხოვდა წლების მუშაობას და ათობით ენათმეცნიერის ჩართვას. ლექსიკონის მიზანი იყო არა მხოლოდ ქართული სიტყვების აღწერა, არამედ ასევე ქართული ენის სტრუქტურის, გრამატიკისა და ისტორიის დოკუმენტირება. ეს იყო პირველი სრული ლექსიკონი ქართულ ენაზე და ის გახდა ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც გამოიყენებოდა ყველა ქართულ სკოლაში და უნივერსიტეტში. ლექსიკონის პირველი ტომი გამოვიდა 1872 წელს და გამოიწვია უზარმაზარი ინტერესი როგორც ქართველებში, ასევე საერთაშორისო ენათმეცნიერულ საზოგადოებაში. მაგრამ რატომ იყო ლექსიკონი ასე მნიშვნელოვანი? რადგან ის იყო არა მხოლოდ ენობრივი ინსტრუმენტი, არამედ პოლიტიკური განცხადება. ლექსიკონი ამტკიცებდა, რომ ქართული ენა იყო სრულფასოვანი, განვითარებული და მდიდარი ენა, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სტრუქტურა, საკუთარი ლოგიკა და საკუთარი ისტორია. ეს იყო პირდაპირი პასუხი იმპერიის პროპაგანდაზე, რომელიც ცდილობდა წარმოედგინა ქართული ენა როგორც პრიმიტიული დიალექტი, რომელიც უნდა შეცვლილიყო განვითარებული რუსული ენით. ლექსიკონმა აჩვენა, რომ ეს იყო სრული სიცრუე და რომ ქართული ენა იყო ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ენა მსოფლიოში.
მეორე სვეტი, მამული, ასევე საჭიროებდა გაძლიერებას. ილიამ გააცნობიერა, რომ ქართველებს სჭირდებოდათ უფრო ღრმა კავშირი თავიანთ მიწასთან, თავიანთ ისტორიასთან და თავიანთ გეოგრაფიასთან. ამიტომ მან დაიწყო ერთი ახალი ინიციატივა, ქართული ისტორიული ადგილების დოკუმენტირება და პოპულარიზაცია. მან ორგანიზება გაუკეთა ექსპედიციებს ქართული ისტორიული ძეგლების, ციხეების, ეკლესიების, მონასტრების მოსაძიებლად და აღსაწერად. ამ ექსპედიციებში მონაწილეობდნენ არქეოლოგები, ისტორიკოსები, ფოტოგრაფები და მხატვრები, რომლებიც დოკუმენტირებდნენ ყველა დეტალს ამ ძეგლების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიცია, რომელიც ჩატარდა 1874 წელს, იყო მიმართული დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსისკენ, რომელიც მდებარეობდა უდაბნოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ეს მონასტერი იყო დაარსებული მე-6 საუკუნეში და იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული სულიერი ცენტრი. მაგრამ მონასტერი იყო დაზიანებული და დაივიწყებული, რადგან იმპერია არ აფინანსებდა მის რესტავრაციას. ილიას ექსპედიციამ დოკუმენტირება გაუკეთა მონასტრის ყველა ნაწილს, გადაიღო ფოტოები და დახატა ნახატები. შემდეგ ილიამ გამოაქვეყნა დეტალური სტატია ივერიაში, სადაც აღწერდა მონასტრის ისტორიას და მის მნიშვნელობას ქართული კულტურისთვის. ამ სტატიამ გამოიწვია ისეთი რეზონანსი, რომ ქართველმა მეცენატებმა შეაგროვეს თანხა მონასტრის რესტავრაციისთვის და დაიწყეს მისი აღდგენა. მესამე სვეტი, სარწმუნოება, იყო ყველაზე რთული და მგრძნობიარე საკითხი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო ილიას ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მაგრამ ეს იყო ასევე ყველაზე საშიში მიზანი. რადგან იმპერია თვლიდა ეკლესიის კონტროლს ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ხალხის კონტროლისთვის. ილიამ გააცნობიერა, რომ პირდაპირი კონფრონტაცია ამ საკითხზე იქნებოდა თვითმკვლელობა, ამიტომ მან არჩია უფრო ფსიქოლოგიური მიდგომა. მან დაიწყო კამპანია ქართული ეკლესიის ისტორიის პოპულარიზაციისთვის, რათა ქართველებმა გაეცნობიერებინათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ეკლესია მათი იდენტობისთვის. 1875 წელს ილიამ დაწერა ერთი ფუნდამენტური ნაშრომი სათაურით ქართული ეკლესია და ქართველიერი, რომელშიც მან დეტალურად აღწერა ქართული ეკლესიის როლი ქართველიერის ფორმირებაში, მის წვლილი ქართული კულტურის განვითარებაში და მის მნიშვნელობა ქართული იდენტობის შენარჩუნებაში. ნაშრომი იყო აკადემიური, მაგრამ ამავე დროს ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ილია წერდა, ჩვენი ეკლესია არის არა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის არის ჩვენი ისტორიის მატარებელი, ჩვენი კულტურის შემნახველი და ჩვენი იდენტობის დამცველი. როცა წმინდა ნინო მოაქცია ქართველები ქრისტიანობაში მე-4 საუკუნეში, მან არა მხოლოდ მოგცა რელიგია, არამედ მოგცა იდენტობა, რომელიც განასხვავებდა ჩვენი მეზობლებისგან და აკავშირებდა ჩვენ ქრისტიანულ ცივილიზაციასთან. ეს ნაშრომი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი ქართულ საზოგადოებაში და გამოიწვია ახალი ტალღა ინტერესისა ქართული ეკლესიის ისტორიისა და ტრადიციების მიმართ. ხალხი დაიწყო უფრო აქტიურად მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში, უფრო ხშირად სტუმრობდა მონასტრებს და უფრო ღრმად სწავლობდა ქართულ რელიგიურ ტრადიციებს. ეს იყო ფსიქოლოგიური მომზადება იმისთვის, რომ მომავალში, როცა დადგებოდა შესაფერისი მომენტი, ქართველები მზად იყვნენ მოეთხოვათ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. 1876 წელს მოხდა ერთი მოვლენა, რომელმაც აჩვენა, რამდენად ღრმად იყო ფესვგადგმული ილიას იდეები ქართულ საზოგადოებაში. თბილისში ერთ-ერთ რუსულ სკოლაში დირექტორმა აკრძალა ქართველ მოსწავლეებს ქართულად საუბარი თუნდაც დასვენების დროს. როცა ერთმა მოსწავლემ 15 წლის ბიჭმა სახელად გიორგიმ დაარღვია ეს წესი და ესაუბრა თავის მეგობარს ქართულად, დირექტორმა დასაჯა იგი და გამოაგდო სკოლიდან. მაგრამ რაც მოხდა შემდეგ იყო მოულოდნელი. მთელმა ქართველმა მოსწავლეებმა, 50-ზე მეტმა ბიჭმა და გოგომ გამოაცხადეს გაფიცვა და უარი თქვეს გაკვეთილებზე დასწრებაზე, სანამ გიორგი არ დაბრუნდებოდა სკოლაში. ისინი ამბობდნენ, ენა, მამული, სარწმუნოება, ეს არის ჩვენი უფლება და ჩვენ არ მივცემთ მას. ეს ინციდენტი გახდა სენსაცია. ამბავი გავრცელდა სწრაფად მთელს თბილისში და შემდეგ მთელს საქართველოში. მშობლები მხარს უჭერდნენ თავიანთ შვილებს, ქართველი ინტელიგენცია გამოვიდა მათი დასაცავად და თუნდაც ზოგიერთი რუსი ლიბერალი მასწავლებელი გამოხატავდა სოლიდარობას მოსწავლეებთან. დირექტორი შეშინებული საზოგადოების რეაქციით იძულებული გახდა დაებრუნებინა გიორგის სკოლაში და გაეუქმებინა წესი ქართული ენის აკრძალვის შესახებ. ეს იყო პატარა, მაგრამ სიმბოლური გამარჯვება, რომელმაც აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობა უკვე იზრდებოდა ღრმა ქართული იდენტობით და იყო მზად იბრძოლოს მისი დასაცავად. ილია, როცა გაიგო ამ ინციდენტის შესახებ, იყო ღრმად გაოცებული და ამაყი. მან დაწერა სტატია ივერიაში, სადაც აღწერდა ამ მოვლენას და ამბობდა, ეს ბავშვები არიან ჩვენი მომავალი.
ისინი არ იციან რთული ფილოსოფიური თეორიები, მაგრამ ისინი იციან ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ მათი ენა, მათი მამული და მათი სარწმუნოება არის მათი იდენტობის საფუძველი. და ისინი მზად არიან იბრძოლონ ამ იდენტობისთვის. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება, არა პოლიტიკური ან ეკონომიკური, არამედ ფსიქოლოგიური და კულტურული. ეს სტატია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ტექსტი ილიას მემკვიდრეობაში და აჩვენებდა, რომ მისი მოძრაობა უკვე გადალახა ერთი თაობის საზღვრებს და გადადიოდა შემდეგ თაობაზე. მაგრამ ილია არ იყო მხოლოდ იდეოლოგი და მწერალი, ის იყო ასევე პრაქტიკული ორგანიზატორი. 1878 წელს მან დააარსა ქართული თეატრალური საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ქართული თეატრის განვითარება და ქართული დრამატურგიის პოპულარიზაცია. თეატრი იყო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კულტურული იდენტობის გასავრცელებლად, რადგან ის იყო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ კითხულობდნენ. თეატრალურმა საზოგადოებამ დაიწყო ქართული პიესების დადგმა, რომლებიც ეხებოდა ქართულ ისტორიას, ქართულ ტრადიციებს და ქართულ ღირებულებებს. პირველი პიესა, რომელიც დადგა საზოგადოებამ, იყო თავად ილიას დრამა „დათა თუთაშხია“, რომელიც მოგვითხრობდა ქართველი გმირის ისტორიას, რომელიც იბრძოდა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ. პიესის პრემიერა, რომელიც შედგა 1869 წლის თებერვალში, იყო უზარმაზარი წარმატება. თეატრი იყო სავსე და ხალხი ტიროდა და აპლოდისმენტებდა ყოველ სცენას, რომელიც ეხებოდა ქართული თავისუფლებისა და იდენტობის თემებს. პიესის ბოლოს, როცა მთავარი გმირი წარმოთქვამდა სიტყვებს „ენა, მამული, სარწმუნოება, ეს არის ჩვენი ძალა“, მთელი დარბაზი წამოდგა და დაიწყო ამ სიტყვების გამეორება. ეს იყო მომენტი, როცა ილიას ფრაზა გადაიქცა არა მხოლოდ ლოზუნგად, არამედ ერთგვარი ეროვნული ჰიმნის ნაწილად, რომელსაც ყველა ქართველი იცნობდა და იზიარებდა. იმპერიის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, აკვირდებოდა ამ ყველაფერს შფოთით. 1869 წლის მარტში კავკასიის ახალმა მმართველმა, გრანდ დიუკ მიხეილ ნიკოლოზის შემცვლელმა, გენერალ-ადიუტანტ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა გამოიძახა ილია თავის კანცელარიაში. ეს შეხვედრა იყო განსხვავებული წინა შეხვედრებისგან, დონდუკოვ-კორსაკოვი არ იყო აგრესიული ან მუქარის მომცემი. ის იყო უფრო დიპლომატიური და ცდილობდა მოეძებნა კომპრომისი. მან უთხრა ილიას „ბატონო ჭავჭავაძე, მე ვაფასებ თქვენს კულტურულ მუშაობას და თქვენს ერთგულებას თქვენი ხალხისადმი. მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იმპერიას აქვს თავისი ინტერესები და თავისი პოლიტიკა. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ყოველი ეროვნება იმპერიაში ჰქონდეს სრული ავტონომია, რადგან ეს გამოიწვევს ქაოსს და დაშლას. ილიას პასუხი იყო მშვიდი, მაგრამ მტკიცე, თქვენო უმაღლესობავ, მე არ ვითხოვ სრულ ავტონომიას ან დამოუკიდებლობას. მე ვითხოვ მხოლოდ იმას, რაც არის ბუნებრივი უფლება ყოველი ერისა, უფლება შეინარჩუნოს თავისი ენა, თავისი კულტურა და თავისი სარწმუნოება. ეს არ ეწინააღმდეგება იმპერიულ ერთიანობას, პირიქით ის აძლიერებს მას, რადგან ერთგული ქვეშევრდომი არის ის, ვინც გრძნობს პატივისცემას. არა ჩაგურას. დონდუკოვ-კორსაკოვი დაფიქრდა და თქვა, მე გავითვალისწინებ თქვენს სიტყვებს. მაგრამ თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმპერიას აქვს ლიმიტები იმისა, რასაც ის შეუძლია დაუშვას. შეხვედრა დასრულდა კომპრომისის გარეშე, მაგრამ ის აჩვენა, რომ იმპერია იწყებდა აღიარებას, რომ ქართული საკითხი არ შეიძლებოდა მოგვარებულიყო მხოლოდ რეპრესიებით. 1870 წელს ილია ჭავჭავაძე უკვე იყო 35 წლის და გახდა არა მხოლოდ ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერი, არამედ ასევე პატივცემული ფიგურა მთელს რუსეთის იმპერიაში. მისი სტატიები იბეჭდებოდა რუსულ ლიბერალურ ჟურნალებში, მისი წიგნები თარგმნებოდა რუსულად და სხვა ენებზე და მისი სახელი იყო ცნობილი ევროპულ ინტელექტუალურ წრეებში. მაგრამ ილია არ დაკმაყოფილდა მხოლოდ პერსონალური წარმატებით, მისი მთავარი მიზანი კვლავ იყო ქართული იდენტობის შენარჩუნება და გაძლიერება. და ამ მიზნის მისაღწევად მან გააგრძელა თავისი დაუღალავი მუშაობა ყველა ფრონტზე, კულტურულ, განათლებით, ეკონომიკურ და სოციალურ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ილიამ დაიწყო ამ პერიოდში, იყო ქართული ბიბლიოთეკების ქსელის შექმნა. მან გააცნობიერა, რომ წიგნები იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი კულტურული იდენტობის გასავრცელებლად, მაგრამ უმეტესობა ქართველებისა არ ჰქონდათ ცდომა ქართულ წიგნებზე, რადგან ისინი იყვნენ ძვირი და იშვიათი. ამიტომ ილიამ ორგანიზება გაუკეთა კამპანიას ქართული ბიბლიოთეკების დასაარსებლად ყველა დიდ ქალაქში და თუნდაც პატარა სოფლებში. ამ ბიბლიოთეკებში ხალხს შეეძლო უფასოდ წაეკითხა ქართული წიგნები, ჟურნალები და გაზეთები. პირველი ასეთი ბიბლიოთეკა გაიხსნა თბილისში 1870 წელს და მალე მას მოჰყვა ათობით სხვა ბიბლიოთეკა მთელს საქართველოში. ამ ბიბლიოთეკებმა ითამაშა უზარმაზარი როლი ქართული კულტურის გავრცელებაში.
ისინი გახდნენ არა მხოლოდ ადგილები, სადაც ხალხი კითხულობდა. არამედ ასევე კულტურული ცენტრები, სადაც ტარდებოდა ლექციები, დისკუსიები, ლიტერატურული საღამოები და სხვა კულტურული ღონისძიებები. ბიბლიოთეკები გახდნენ ადგილები, სადაც ქართველები შეიძლებოდა შეხვედროდნენ, ესაუბრათ თავიანთ ენაზე, განეხილათ თავიანთი პრობლემები და გაეზიარებინათ თავიანთი იდეები. ისინი გახდნენ ერთგვარი თავისუფალი სივრცეები, სადაც ქართული იდენტობა შეიძლებოდა გამოხატულიყო თავისუფლად და ღიად. მაგრამ ილიას აქტივობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კულტურით. მან ასევე გააცნობიერა, რომ ეკონომიკური განვითარება იყო აუცილებელი პირობა ქართული იდენტობის გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის. 1871 წელს ილიამ დააარსა ქართული სავაჭრო-სამრეწველო საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა, ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია და ქართული ეკონომიკის განვითარება. საზოგადოება აძლევდა სესხებს ქართველ მეწარმეებს. ეხმარებოდა მათ ახალი ბაზრების მოძიებაში და ორგანიზებდა ქართული პროდუქტების გამოფენებს. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ, რომელიც იყო აუცილებელი კულტურული დამოუკიდებლობისთვის. დღეს, როცა ჩვენ უკან ვიხედებით 1870-იან წლებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იყო პერიოდი, როცა ილია ჭავჭავაძის იდეები, ენა, მამული, სარწმუნოება გადაიქცა არა მხოლოდ ლოზუნგად, არამედ მთელი სოციალური მოძრაობის საფუძვლად. ეს იყო პერიოდი, როცა ქართველი ერი დაიწყო თავისი იდენტობის გაცნობიერება და დაიწყო ბრძოლა მისი შენარჩუნებისთვის. მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა, ის კვლავ გრძელდებოდა და გრძელდებოდა მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. რა ახალი გამოწვევები ელოდა ქართველ ერს? როგორ განვითარდებოდა ენა, მამული, სარწმუნოება, მოძრაობა მომდევნო წლებში? და რატომ, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს სამი სიტყვა გადაარჩინა ქართველი ერი გაქრობას? 1872 წელს. როცა ილია ჭავჭავაძე უკვე 37 წლის იყო და მისი მოძრაობა აღწევდა თავის პიკს, მოხდა ერთი მოვლენა, რომელმაც შეცვალა მთელი სიტუაციის დინამიკა და აჩვენა, რამდენად ღრმად იყო ფესვგადგმული ილიას იდეები ქართულ საზოგადოებაში. ქუთაისში, საქართველოს მეორე უდიდეს ქალაქში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავდა ქართული ენის გამოყენებას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში, მათ შორის სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ეს იყო ყველაზე მკაცრი ბრძანება, რომელიც ოდესმე გამოცემულა ქართული ენის წინააღმდეგ. მაგრამ რაც მოხდა შემდეგ იყო მოულოდნელი და შთამბეჭდავი. მთელმა ქუთაისის ქართველმა მოსახლეობამ, დაახლოებით 10,000 ადამიანმა, გამოვიდა ქვებში მშვიდობიანი დემონსტრაციით, რომელიც მოითხოვდა ბრძანების გაუქმებას. დემონსტრანტები არ ატარებდნენ იარაღს. არ ძახდნენ რევოლუციურ ლოზუნგებს და არ ემუქრებოდნენ ხელისუფლებას. ისინი უბრალოდ დადიოდნენ ქუჩებში და მშვიდად მეორებდნენ სამ სიტყვას: ენა, მამული, სარწმუნოება. ეს იყო პირველი მასობრივი საჯარო დემონსტრაცია ქართულ ისტორიაში, რომელიც ორგანიზებული იყო არა პოლიტიკური პარტიის ან რევოლუციური ჯგუფის მიერ, არამედ თავად ხალხის მიერ, რომელიც გააცნობიერა თავისი იდენტობის მნიშვნელობა. დემონსტრაცია გრძელდებოდა 3 დღის განმავლობაში და მთელი ამ დროის განმავლობაში ქალაქი იყო პარალიზებული, მაღაზიები დახურული იყო, სამუშაოები შეჩერებული იყო და ხალხი იყო ქუჩებში. ადგილობრივი ხელისუფლება შეშინებული დემონსტრაციის მასშტაბით და მშვიდობიანი ხასიათით, რომელიც არ აძლევდა საბაბს ძალის გამოყენებისთვის, იძულებული გახდა მოეთხოვა ინსტრუქციები თბილისიდან. კავკასიის მმართველმა, გენერალ-ადიუტანტ დონდუკოვ-კორსაკოვმა, რომელიც ახსოვდა თავისი შეხვედრა ილიასთან და გააცნობიერა, რომ ძალის გამოყენება შეიძლება გამოეწვია უფრო დიდი პრობლემები, გამოაგზავნა ბრძანება ქუთაისის ხელისუფლებას, გააუქმეთ ბრძანება და მოერიდეთ კონფრონტაციას. ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, იმპერია უკან დაიხია ხალხის ზეწოლის წინაშე. როდესაც ამბავი ამ გამარჯვების შესახებ გავრცელდა მთელს საქართველოში, ის გახდა სიმბოლო იმისა, რომ ერთიანი და გადაწყვეტილი ხალხი შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს მშვიდობიანი საშუალებებით. ილია, როცა გაიგო ქუთაისის მოვლენების შესახებ, იყო ღრმად გაოცებული და ამაკი. მან დაწერა ერთი ემოციური სტატია ივერიაში, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: ქუთაისის ხალხმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ერი არის ცოცხალი, გაცნობიერებული და გადაწყვეტილი. ისინი არ გამოვიდნენ იარაღით, არ ძახდნენ მძვინვარე ლოზუნგებს და არ ემუქრებოდნენ ხელისუფლებას. ისინი უბრალოდ დადიოდნენ და მეორებდნენ სამ სიტყვას, რომელიც არის ჩვენი იდენტობის საფუძველი: ენა, მამული, სარწმუნოება. და ამ სამი სიტყვის ძალამ აიძულა იმპერია უკან დაიხიოს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება, არა სამხედრო, არა პოლიტიკური, არამედ მორალური და სულიერი გამარჯვება. მაგრამ ქუთაისის მოვლენებმა ასევე გამოიწვია იმპერიის უფრო სერიოზული რეაქცია.
პეტერბურგში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საგანგებო შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა ქართული პრობლემა. შეხვედრის ოქმი, რომელიც დაცულია რუსეთის სახელმწიფო არქივში, ცხადყოფს, რომ იმპერიის ხელმძღვანელობა იყო ღრმად შეშფოთებული ქართული ეროვნული მოძრაობის ზრდით. შინაგან საქმეთა მინისტრმა გრაფ პიოტრ ვალუევმა განაცხადა, ქუთაისის მოვლენები აჩვენა, რომ ქართული ეროვნული მოძრაობა აღარ არის მხოლოდ ინტელიგენციის საქმე, ის გახდა ხალხური მოძრაობა, რომელსაც აქვს ფართო მხარდაჭერა ყველა სოციალურ ფენაში. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ახალი სტრატეგია, რომელიც იქნება უფრო ეფექტური ვიდრე რეპრესიები. იმპერიამ გადაწყვიტა შეეცვალა თავისი ტაქტიკა. 1874 წელს პეტერბურგიდან ჩამოვიდა ახალი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სენატორი ნიკოლოზ ბარანოვი, ცნობილი თავისი ლიბერალური შეხედულებებით და გამოცდილებით ეროვნულ საკითხებში. ბარანოვის მისია იყო არა რეპრესიები, არამედ დიალოგი. მან უნდა შეხვედროდა ქართველ ლიდერებს და მოეძებნა კომპრომისი, რომელიც დააკმაყოფილებდა ორივე მხარეს. ბარანოვმა პირველ რიგში მოიწვია ილია ჭავჭავაძე შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა თბილისში, გუბერნატორის სასახლეში. ეს შეხვედრა იყო ისტორიული, ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა იმპერიის უმაღლესი წარმომადგენლისა და ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერის შორის. შეხვედრა გრძელდებოდა 4 საათზე მეტს და იყო ინტენსიური და გულწრფელი. ბარანოვი ცდილობდა გაეგო ილიას პოზიცია და мотивация, ხოლო ილია ცდილობდა ახსნა იმპერიის წარმომადგენლისთვის. რატომ იყო ქართული იდენტობის შენარჩუნება ასე მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის? ილია ამბობდა, ბატონო სენატორო, თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ დამოუკიდებლობას ან სეპარაციას იმპერიისგან. ჩვენ ვართ ერთგული ქვეშევრდომები იმპერატორისა და ვაფასებთ იმ დაცვას, რომელსაც იმპერია გვაძლევს. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს უფლება იყოთ ქართველები, ვისაუბროთ ჩვენს ენაზე, ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე და ვიცავდეთ ჩვენს სარწმუნოებას. ეს სამი ელემენტი, ენა, მამული, სარწმუნოება, არის ჩვენი იდენტობის საფუძველი და ჩვენ არ შეგვიძლია მათი დათმობა. ბარანოვი, რომელიც იყო განათლებული და ლიბერალური ადამიანი, გაიგო ილიას არგუმენტები და აღიარა, რომ ქართველებს ჰქონდათ ლეგიტიმური საჩივრები. მან დაპირდა, რომ დაბრუნებულიყო პეტერბურგში და წარუდგინა იმპერატორს რეკომენდაციები ქართული საკითხის მოგვარების შესახებ. შეხვედრის ბოლოს, ბარანოვმა უთხრა ილიას, ბატონო ჭავჭავაძე, მე ვხედავ, რომ თქვენ ხართ გულწრფელი და პრინციპული ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისი ხალხის ინტერესებისთვის. მე დაგპირდებით, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია, რათა მოუძებნოთ სამართლიანი გადაწყვეტა ამ საკითხისთვის. ეს იყო პირველი ჯერ, როცა იმპერიის უმაღლესი წარმომადგენელი აღიარებდა ქართული მოძრაობის ლეგიტიმურობას და პირდებოდა დახმარებას. ბარანოვი დაბრუნდა პეტერბურგში და წარუდგინა იმპერატორ ალექსანდრე მეორეს დეტალურ ანგარიშს ქართული სიტუაციის შესახებ. ანგარიშში, რომელიც დაცულია რუსეთის სახელმწიფო არქივში, ბარანოვი წერდა, ქართული ეროვნული მოძრაობა არის არა სეპარატისტული ან რევოლუციური მოძრაობა, არამედ კულტურული მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული იდენტობის შენარჩუნებას. მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე არის განათლებული და ლოიალური ადამიანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება იმპერიას, არამედ ითხოვს მხოლოდ კულტურულ უფლებებს თავისი ხალხისთვის. მე ვთვლი, რომ იმპერიამ უნდა დააკმაყოფილოს ზოგიერთი ამ მოთხოვნა, რათა თავიდან აიცილოს უფრო დიდი პრობლემები მომავალში. იმპერატორ ალექსანდრე მეორემ, რომელიც იყო ცნობილი თავისი რეფორმისტული მიდგომებით და ინტერესით ეროვნულ საკითხებში, წაიკითხა ანგარიში და მიიღო ერთი ისტორიული გადაწყვეტილება. 1875 წლის აპრილში იმპერატორმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ნებას რთავდა ქართული ენის გამოყენებას ეკლესიებში, სკოლებში და კულტურულ ინსტიტუტებში. ეს იყო პირველი ოფიციალური აღიარება ქართული ენის უფლებებისა იმპერიის მხრიდან. თუმცა ბრძანება არ აძლევდა სრულ ავტონომიას ქართულ ენას და კვლავ ზღუდავდა მის გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტებში, ის იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ და აჩვენებდა, რომ იმპერია იყო მზად გარკვეული დათმობებისთვის. როცა ამბავი ამ ბრძანების შესახებ მივიდა საქართველოში, მთელი ქვეყანა აღივსო სიხარულით. ხალხი გამოვიდა ქუჩებში აღნიშვნისთვის. ეკლესიებში ჩატარდა სამადლობელი ლიტურგიები და ყველა ქართული გაზეთი და ჟურნალი გამოაქვეყნა სპეციალური გამოცემები ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. ილია ჭავჭავაძემ დაწერა სტატია ივერიაში, რომელიც იწყებოდა სიტყვებით, დღეს არის ისტორიული დღე ქართველი ერისთვის. პირველად 10 წლეულების განმავლობაში იმპერია აღიარებს ჩვენს უფლებას ვიხოთ ქართველები, ვისაუბროთ ჩვენს ენაზე და ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით. ეს არის გამარჯვება, რომელიც მიღწეულია არა იარაღით, არა ძალადობით, არამედ მშვიდობიანი წინააღმდეგობით, კულტურული მუშაობით და ერთიანი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს არის გამარჯვება ენის, მამულისა და სარწმუნოების.
მაგრამ ილია იცოდა, რომ ეს იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი და რომ ბრძოლა არ დასრულებულა. მთავარი მიზნები, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ქართული ენის სრული უფლებების აღიარება ყველა სფეროში კვლავ იყო მიუღწეველი. ამიტომ ილიამ გააგრძელა თავისი მუშაობა. მაგრამ ახლა უფრო დიდი ენთუზიაზმით და ოპტიმიზმით, რადგან მან დაინახა, რომ ცვლილება იყო შესაძლებელი და რომ იმპერია იყო მზად მოსმენისთვის. 1876 წელს ილიამ დააარსა ქართული ეკლესიის აღდგენის საზოგადოება, ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა. საზოგადოება აგროვებდა ხელმოწერებს პეტიციებისთვის, აწყობდა საჯარო შეხვედრებს და აქვეყნებდა სტატიებს ქართული ეკლესიის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. ამავე დროს ილია ასევე აგრძელებდა თავის მუშაობას განათლების სფეროში. 1878 წელს მან დააარსა ქართული განათლების საზოგადოება, რომელიც აფინანსებდა ქართული სკოლების მშენებლობას. ამზადებდა ქართულ მასწავლებლებს და აქვეყნებდა ქართულ სახელმძღვანელოებს. საზოგადოებამ პირველი 5 წლის განმავლობაში ააშენა 30-ზე მეტი ქართული სკოლა მთელს საქართველოში და მოამზადა 230-ზე მეტი ქართული მასწავლებელი. ეს იყო უზარმაზარი მიღწევა, რომელმაც შეცვალა განათლების ლანდშაფტი საქართველოში და უზრუნველყო, რომ ათასობით ქართველი ბავშვი მიიღებდა განათლებას თავის მშობლიურ ენაზე. ილიას მუშაობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საქართველოს საზღვრებით. მან ასევე აგრძელებდა თავის საერთაშორისო კამპანიას ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. 1879 წელს ილიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორიენტალისტთა კონგრესზე პეტერბურგში, სადაც მან წარმოადგინა ლექცია ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ. ლექცია გამოიწვია დიდი ინტერესი და ილია მიიწვიეს სხვა საერთაშორისო კონფერენციებზეც. ამ კონფერენციებზე ილია არა მხოლოდ საუბრობდა ქართული კულტურის შესახებ, არამედ ასევე ქმნიდა კავშირებს ევროპელ ინტელექტუალებთან, რომლებიც ხდებოდნენ ქართული საკითხის მხარდამჭერები. 1870 წელს, როცა ილია ჭავჭავაძე უკვე 29 წლის იყო, მან მიიღო ერთი მნიშვნელოვანი აღიარება. რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მიანიჭა მას ოქროს მედალი მისი წვლილისთვის კავკასიის კულტურის შესწავლასა და პოპულარიზაციაში. ეს იყო პირველი ჯერ, როცა ქართველი ინტელექტუალი მიიღებდა ასეთ მაღალ აღიარებას რუსეთის იმპერიაში. მედლის გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა პეტერბურგში, ილიამ წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მან თქვა: ეს მედალი არის არა მხოლოდ ჩემი პირადი მიღწევა, არამედ აღიარება მთელი ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობისა. მე ვიღებ ამ მედალს ყველა იმ ქართველის სახელით, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ენის, ჩვენი მამულისა და ჩვენი სარწმუნოების შენარჩუნებისთვის. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ წარმატებისა, ილია არ იყო დაკმაყოფილებული. მან იცოდა, რომ მთავარი ბრძოლა კვლავ წინ იყო, ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. ეს იყო ყველაზე რთული და მგრძნობიარე საკითხი, რადგან ის ეხებოდა არა მხოლოდ კულტურას, არამედ ასევე რელიგიას და პოლიტიკას. ილიამ გააცნობიერა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მას სჭირდებოდა არა მხოლოდ ქართველების მხარდაჭერა, არამედ ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა და იმპერიის შიგნით ძლიერი მოკავშირეები. ამიტომ მან დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც მოიცავდა დიპლომატიურ ძალისხმევას, საერთაშორისო ლობირებას და ხალხის მობილიზაციას. 1871 წელს ილიამ ორგანიზება გაუკეთა ერთ უპრეცედენტო აქციას, მან შეაგროვა ხელმოწერები პეტიციისთვის, რომელიც მოითხოვდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. პეტიცია იყო მიმართული პირდაპირ იმპერატორ ალექსანდრე მეორეს და მასში ხელი მოაწერა 30,430-ზე მეტმა ქართველმა უზარმაზარი რიცხვი იმ დროისთვის. პეტიცია იყო ფრთხილად ჩამოყალიბებული და არ შეიცავდა რევოლუციურ ან სეპარატისტულ რიტორიკას. ის უბრალოდ ახსნიდა ქართული ეკლესიის ისტორიულ მნიშვნელობას და ითხოვდა მისი ავტოკეფალიის აღდგენას როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენას. პეტიცია გაიგზავნა პეტერბურგში და მიაღწია იმპერატორს. იმპერატორ ალექსანდრე მეორემ წაიკითხა პეტიცია და დაავალა სპეციალურ კომისიას ამ საკითხის შესწავლა. კომისია მუშაობდა 2 წლის განმავლობაში და შეისწავლა ქართული ეკლესიის ისტორია, მისი ავტოკეფალიის გაუქმების გარემოებები და მისი აღდგენის შესაძლო შედეგები. 1874 წელს კომისიამ წარუდგინა იმპერატორს თავისი დასკვნები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო ისტორიულად გამართლებული და პოლიტიკურად მიზანშეწონილი. მაგრამ იმპერატორმა არ მიიღო დაუყოვნებელი გადაწყვეტილება. მან თქვა, რომ ეს საკითხი საჭიროებდა უფრო ღრმა განხილვას და კონსულტაციას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებთან. ილია, თუმცა იმედგაცრუებული იმპერატორის გადაწყვეტილებით არ დანებდა.
მან გააგრძელა თავისი ბრძოლა და იცოდა, რომ ეს იყო გრძელვადიანი პროცესი, რომელიც მოითხოვდა მოთმინებას, დაჟინებას და სტრატეგიულ აზროვნებას. მან ასევე გააცნობიერა, რომ მისი მთავარი მიღწევა იყო არა კონკრეტული პოლიტიკური გამარჯვებები, არამედ ის, რომ მან შექმნა მოძრაობა, რომელიც გადალახა ერთი თაობის საზღვრებს და გახდა ნაწილი ქართველი ერის კოლექტიური ცნობიერებისა. ენა, მამული, სარწმუნოება აღარ იყო მხოლოდ ლოზუნგი, ის გახდა ცხოვრების წესი, ღირებულებათა სისტემა და იდენტობის საფუძველი ათასობით ქართველისთვის. დღეს, როცა ჩვენ უკან ვიხედებით 1870-იან წლებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იყო გადამწყვეტი პერიოდი, როცა ქართველი ერი გადალახა კრიტიკულ მომენტს თავის ისტორიაში. ეს იყო პერიოდი, როცა ერმა შეძლო შეენარჩუნებინა თავისი იდენტობა იმპერიული ზეწოლის პირობებში, არა ძალადობით ან რევოლუციით, არამედ კულტურული წინააღმდეგობით, განათლებით და ერთიანი ხალხის გადაწყვეტილებით. და ამ ყველაფრის ცენტრში იდგა ერთი ადამიანი, ილია ჭავჭავაძე და მისი სამი მარტივი, მაგრამ ძლიერი სიტყვა, ენა, მამული, სარწმუნოება. ეს სიტყვები გადაარჩინა ქართველი ერი გაქრობას და განსაზღვრა მისი მომავალი მომდევნო 150 წლის განმავლობაში. 1875 წელს, როცა ილია ჭავჭავაძე უკვე 30 წლის იყო და მისი მოძრაობა მიაღწია თავის სიმწიფეს, მოხდა ერთი მოვლენა, რომელმაც აჩვენა, რამდენად ღრმად შეიჭრა მისი იდეები ქართული საზოგადოების ყველა ფენაში. გურიაში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში. ერთმა მარტივმა გლეხმა, სახელად ვასილმა, დაწერა წერილი ივერიაში, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ტექსტი ქართულ პრესაში. ვასილი წერდა, მე არ ვიცი წერა კითხვა კარგად და ჩემი ძე მეხმარება ამ წერილის დაწერაში. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, რომ ჩვენი ენა არის ჩვენი სული, ჩვენი მამული არის ჩვენი სახლი და ჩვენი სარწმუნოება არის ჩვენი ძალა. ბატონმა ილიამ მოგვცა ეს სამი სიტყვა და ახლა ჩვენ ვიცით, ვინ ვართ და რატომ ვართ აქ. ეს წერილი იყო მარტივი, მაგრამ ძალიან ძლიერი. ის აჩვენებდა, რომ ილიას მესიჯი მიაღწია არა მხოლოდ განათლებულ ინტელიგენციამდე, არამედ უბრალო გლეხებამდე, რომლებიც ქმნიდნენ უმეტესობას ქართველი მოსახლეობისა. როცა ილიამ წაიკითხა ეს წერილი, მან იგრძნო ღრმა კმაყოფილება, მან გააცნობიერა, რომ მისი მუშაობა არ იყო ამაო და რომ მისი იდეები მართლაც ცვლიდნენ ხალხის ცნობიერებას. მან დაწერა პასუხი ვასილს, რომელიც გამოქვეყნდა ივერიაში, ძვირფასო ვასილ. თქვენი წერილი არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელსაც მე ოდესმე მივიღებდი. თქვენ აჩვენებთ, რომ ჩვენი იდეები არ არის მხოლოდ თეორია, ისინი არის ცოცხალი რეალობა, რომელიც ცხოვრობს ყოველი ქართველის გულში. მაგრამ ილიას მუშაობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კულტურულ და განათლებით სფეროებში. მან ასევე გააცნობიერა, რომ ეკონომიკური განვითარება იყო აუცილებელი პირობა ქართული იდენტობის გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის. 1876 წელს ილიამ დააარსა ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, რომლის მიზანი იყო ქართველი გლეხების დახმარება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვაში, ახალი კულტურების შემოღებაში და პროდუქტების მარკეტინგში. საზოგადოება აწყობდა ტრენინგებს, ავრცელებდა თესლებს და ინსტრუმენტებს და ეხმარებოდა გლეხებს თავიანთი პროდუქტების გაყიდვაში. ეს იყო პრაქტიკული დახმარება, რომელიც აუმჯობესებდა ხალხის ცხოვრების დონეს და ამავე დროს აძლიერებდა მათ კავშირს მიწასთან, მეორე სვეტთან ილიას ფილოსოფიაში. 1878 წელს ილიამ დაიწყო ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც იყო განსაკუთრებით ინოვაციური თავის დროში, ქართული ქალების განათლების პროგრამა. იმ დროს ქალების განათლება იყო ძალიან შეზღუდული და უმეტესობა ქართველი ქალებისა არ ჰქონდა წვდომა ფორმალურ განათლებაზე. ილიამ გააცნობიერა, რომ ქალები იყვნენ ოჯახის საფუძველი და პირველი მასწავლებლები ბავშვებისთვის, ამიტომ მათი განათლება იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქართული იდენტობის გადაცემისთვის შემდეგი თაობისთვის. მან დააარსა ქართველი ქალების განათლების საზოგადოება, რომელიც აფინანსებდა გოგონების სკოლებს, ამზადებდა ქალ მასწავლებლებს და აქვეყნებდა სახელმძღვანელოებს სპეციალურად ქალების განათლებისთვის. პირველი ქართული გოგონების სკოლა, რომელიც დააარსა საზოგადოებამ, გაიხსნა თბილისში 1879 წელს. სკოლაში სწავლობდა 50 გოგონა და ასწავლიდა 10 ქალი მასწავლებელი. სასწავლო პროგრამა მოიცავდა ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას და ხელოვნებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სკოლა ასწავლიდა გოგონებს არა მხოლოდ აკადემიურ საგნებს, არამედ ასევე ქართულ ტრადიციებს, ქართულ სიმღერებს და ქართულ ღირებულებებს. სკოლის დევიზი იყო: განათლებული ქალი არის განათლებული ერის დედა. ეს სკოლა გახდა მოდელი და მალე მას მოჰყვა ათობით სხვა გოგონების სკოლა მთელს საქართველოში. 1870 წელს, როცა ილია უკვე 33 წლის იყო, მან დაიწყო მუშაობა თავის ყველაზე ამბიციურ პროექტზე, ქართული ენციკლოპედიის შედგენაზე.
ეს იყო უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მოითხოვდა ათობით სპეციალისტის ჩართვას და წლების მუშაობას. ენციკლოპედიის მიზანი იყო დოკუმენტირება ყველა ასპექტისა ქართული კულტურის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბუნების და საზოგადოებისა. ეს იყო არა მხოლოდ საცნობარო წიგნი, არამედ ერთგვარი ეროვნული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია, რომელიც უნდა შეენარჩუნებინა და გადაეცა შემდეგი თაობებისთვის. ენციკლოპედიის პირველი ტომი გამოვიდა 1874 წელს და გამოიწვია უზარმაზარი ინტერესი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მაგრამ ილიას ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო არა კონკრეტული პროექტები ან ინსტიტუტები, არამედ ის, რომ მან შექმნა ერთი მთლიანი ხედვა ქართული იდენტობის შესახებ, რომელიც დაფუძნებული იყო სამ ურთიერთდაკავშირებულ სვეტზე: ენა, მამული, სარწმუნოება. ეს ხედვა გახდა საფუძველი ქართული ეროვნული მოძრაობისა და განსაზღვრა ქართველი ერის თვითგაგების წესი მომდევნო 150 წლის განმავლობაში. როცა ქართველები აწყდებოდნენ გამოწვევებს, იქნებოდა ეს იმპერიული რეპრესიები, ეკონომიკური კრიზისები თუ სოციალური ცვლილებები, ისინი ყოველთვის ბრუნდებოდნენ ამ სამ სიტყვაზე როგორც თავიანთი იდენტობის საფუძველზე. 1875 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ესე, რომელსაც ეწოდა ქართველი ერის მომავალი. ამ ესეში ილია აჯამებდა თავის ფილოსოფიას და წარმოადგენდა თავის ხედვას ქართველი ერის მომავლის შესახებ. ესე იწყებოდა სიტყვებით: ქართველი ერის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ის შეინარჩუნოს თავისი იდენტობა მსოფლიოს ცვლილებების პირობებში. და ეს იდენტობა დაფუძნებულია სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ენა, მამული, სარწმუნოება. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ენას, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს აზროვნების წესს და ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს კავშირს ჩვენს მამულთან, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას და ჩვენს გეოგრაფიულ იდენტობას. და თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს მორალურ საფუძველს და ჩვენს სულიერ ძალას. ესე გრძელდებოდა რამდენიმე გვერდის განმავლობაში და იყო ერთდროულად ფილოსოფიური ტრაქტატი, პოლიტიკური მანიფესტი და პოეტური ტექსტი. ილია წერდა: ჩვენი ერის მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული, ის დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე, ჩვენს ქმედებებზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ შეგვიძლია აირჩიოთ ასიმილაცია და დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, ან შეგვიძლია აირჩიოთ წინააღმდეგობა და შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა. მე ვირჩევ მეორეს და მე მოუწოდებ ყველა ქართველს აირჩიოს იგივე. ესე დასრულდა ამ სიტყვებით: ენა, მამული, სარწმუნოება, ეს არის ჩვენი ფარი, ჩვენი იარაღი და ჩვენი მომავალი. ვინც ინარჩუნებს ამ სამს, ის ინარჩუნებს ქართველობას. და ვინც კარგავს ამ სამს, ის კარგავს ყველაფერს. ეს ესე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი ქართულ ლიტერატურაში და იქცა ერთგვარ მანიფესტად ქართული ეროვნული მოძრაობისთვის. ის იბეჭდებოდა და გადაიბეჭდებოდა ათობით ჟურნალში და გაზეთში, ის კითხულობდნენ სკოლებში და უნივერსიტეტებში და ის ხდებოდა ნაწილი ქართული კოლექტიური ცნობიერებისა. დღეს, 150 წლის შემდეგ, ეს ესე კვლავ რჩება აქტუალური და კითხულობენ მას ახალი თაობები ქართველებისა. ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მის ლიტერატურულ ნაშრომებში ან მის ორგანიზაციულ მიღწევებში. მისი ნამდვილი მემკვიდრეობა არის ის, რომ მან შექმნა ერთი ფილოსოფია, ერთი ხედვა და ერთი მოძრაობა, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ერი გაქრობას და განსაზღვრა მისი მომავალი. სამი სიტყვა: ენა, მამული, სარწმუნოება გახდა არა მხოლოდ ლოზუნგი, არამედ ცხოვრების წესი, ღირებულებათა სისტემა და იდენტობის საფუძველი მილიონობით ქართველისთვის. ეს სიტყვები გადალახა დროის საზღვრებს და კვლავ რჩება აქტუალური დღესაც, როცა ქართველი ერი აწყდება ახალ გამოწვევებს გლობალიზაციის, ტექნოლოგიური ცვლილებებისა და კულტურული ჰომოგენიზაციის ეპოქაში. დღეს, როცა ახალგაზრდა ქართველები სწავლობენ თავიანთ ისტორიას, ისინი სწავლობენ ილია ჭავჭავაძის შესახებ და მის სამ სიტყვაზე. როცა ქართველი მშობლები ასწავლიან თავიანთ შვილებს ქართულ ენას, ისინი იმეორებენ ამ სამ სიტყვას. როცა ქართველები აღნიშნავენ თავიანთ ეროვნულ დღესასწაულებს, ისინი იხსენებენ ამ სამ სიტყვას. და როცა ქართველები აწყდებიან გამოწვევებს თავიანთი იდენტობის შენარჩუნებაში, ისინი ბრუნდებიან ამ სამ სიტყვაზე როგორც თავიანთი ძალის წყაროზე. ენა, მამული, სარწმუნოება, ეს სამი სიტყვა მართლაც გადაარჩინა ერი და განსაზღვრა მისი ბედი.